You got to be more thankful, because let me tell you, you don't have the cards. Вот он, копчик опять взлетел. Откуда взлетает, ничего не понятно, блядь. Це так файно виглядає зараз аеродром Білая. ზელენსკის იმაზე მეტი კარტი აღმოაჩნდა, ვიდრე მაშინ ტრამპი წარმოიდგენდა. მთელი ეს წელიწადნახევარი FSB-ს ხვირწილ ადამიანები ჰქონდა მთელი აგენტურული ქსელი გაშლილი. წარმოუდგენლად დამამცირებელი ოპერაცია რუსეთისთვის. რეალურად დრონებმა გახადა გამჭვირვალე ბრძოლისველი. კონკრეტულად ამ ოპერაციაში ვინ იყო ჩართული თუნდაც იგივე რუსების მხრიდან ეგრეთ წოდებული მოღალატე ვირთხა, რომელიც ეხმარებოდა რუსებისთვის მოღალატე რა თქმა უნდა. ისე კაი კაცი. ხო, ისე რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და სადღაც 20% მაინც რუსეთის ამ სტრატეგიული შორეული ავიაციის ამ იერიშის შედეგად დაზიანდა. აი, ეხლა ვაიმე პუტინი ეხლა ხო არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. 3 წელია გვესმის. საბჭოთა კავშირმა რაც აგროვა 60 წლის განმავლობაში, ჯავშან ტექნიკა. ყველაფერი ამ წუთას არის უკრაინულ სტეპებში. ეხლა მე რო ვიყო პუტინი. მის მშვიდ ძილს ხელს არ შეუწყობდა. არ დავასახელებ კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვარს, მაგრამ უკრაინული დრონების ძალიან ბევრი შეეშინდებოდა. You got to be more thankful, because let me tell you, you don't have the cards. With us, you have the cards, but without us, you don't have any cards. როგორც აღმოჩნდა, ზელენსკის იმაზე მეტი კარტი აღმოაჩნდა, ვიდრე მაშინ ტრამპი წარმოიდგენდა. მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ვარ ეკა კვესიტაძე, თქვენ უყურებთ პლატფორმას მისმინე, ვისაც არ გამოგიწერია ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ, ასევე გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. მოკეთ, თუ გინდათ წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება გოლიათისა და დავითის ბრძოლა, უნდა გაიხსენოთ, რა მოხდა 1 ივნის, როდესაც უკრაინელებმა იერიში მიიტანეს დრონებით რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე. მსგავსი ტიპის ოპერაციაზე არათუ არავინ არ ელოდა, ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ და ეს არის სრულიად უნიკალური, უპრეცედენტო ოპერაცია, რომელიც განხორციელებულა ომების დროს. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, მყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, მე ვიტყოდი ამ თემის საუკეთესო სპეციალისტები, აკა ზარქვა და ლევან ყურაშვილი, ჩვენთან ერთად არიან ისინი, რომლებიც ძალიან კარგად ახსნიან ამ ოპერაციას. მოგესალმებით, აკა ლევან, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ ოპერაციაზე, რომელიც ყველა ექსპერტმა მოიხსენია როგორც უპრეცედენტო, წარმოუდგენელი, რომელმაც შეიძლება საერთოდ შეცვალოს მათ შორის ამ ომის მიმართულებაც და რაც თავარია დავიწყოთ იმით, თუ რას ყვება ეს ოპერაცია თანამედროვე უკრაინაზე და თანამედროვე რუსეთზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ დეტალს ამჟღავნებს, ხო, უკრაინაზეც და რუსეთზეც. კი, ხო, ნამდვილად ოპერაცია იყო ძალიან შთამბეჭდავი, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც თქვა სხვადასხვა ვინც საპირისპირო მხარეს არიან, თქვათ ან სხვანაირად უყურებენ და აფასებენ რუსეთ-უკრაინის ომს, მათ შორის ამ ადამიანებისთვისაც შთამბეჭდავი იყო და ამის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო, როდესაც თქვათ რაღაცა მართლაც იაფი დრონით და ასეთი ასიმეტრიული შეტევით ანადგურებ რუსეთის ბირთვული ტრიადის ერთ-ერთ ელემენტის ძალიან მოცულობით ნაწილს, ხო, ანუ აქ საუბარია შორეულ და სტრატეგიულ ავიაციაზე, რომელთა წარმოებაც რუსეთს უბრალოდ აღარ შეუძლია საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ. უпростоრად რაღაც ტიპის შორეული თვითმფრინავების წარმოება შეუძლია, მაგრამ ეს არის შეიძლება საუბარი იყოს 10 წელიწადში ერთ თვითმფრინავზე, მაგალითად იგივე ტურს რაღაცა მოწინავე სერიებზე, დანარჩენი თქვათ რაღაც Tu-95-ები, Tu-22-ები, ეს არის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც უბრალოდ აღარ იწარმოება, ამის აღდგენა შეუძლებელი იქნება, ასევე თქვათ რა თქმა უნდა პარკი, მაგრამ ესე შრალი ნარჩენის სახით რო თქვა და შევაფასოთ, უსულ მინიმუმ დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ 12 თვითმფრინავი სტრატეგიული ავიაციის აფეთქდა, მათ შორის შესაძლოა საუბარი იყოს ასევე ავაქსის ტიპის თვითმფრინავებზე, რომელიც არის საჰაერო რადარები. ანუ ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და სადღაც 20% მაინც რუსეთის ამ სტრატეგიული შორეული ავიაციის ამ იერიშის შედეგად დაზიანდა და ეს არის უკრაინისთვის ძალიან სერიოზული გამარჯვება, მაგრამ მოდი, აკა, სანამ განვავრცოთ საუბარს ჩვენი მაყურებლისთვის, ავხსნათ რა არის სტრატეგიული ავიაცია და რატომ არის მისი მესამედის ყოველ შემთხვევაში ამ ციფრზე არის საუბარი, ან განადგურება, ან დაზიანება ისე რომ შეიძლება ვეღარ აღდგეს
ასეთი მძიმე რუსეთისთვის და ასეთი კარგი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. კი, ნამდვილად, ეს არის ზიანი, რომელსაც რუსეთი მარტივად ვერ აინაზღაურებს, მათ შორის ნახსენები ფაქტორების გამო, თქვა ეს უკვე დაგროვილი პარკია, რომელიც განახლებაც და შევსებაც არ არის მარტივი, საერთოდ შეუძლებელი არა და გარდა ამისა, საუბარი ესეთ თვითმფრინავებზე, რომლებიც ვაიმ უკრაინის ტერიტორიას ყოველდღე როცა ხედავთ ამ რაღაცა თქვა სხვა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას უკრაინის ტერიტორიის, უკრაინული ქალაქების, სწორედ ეს თვითმფრინავები, რომლებიც შორეულია თქვა იმ მანძილის გამო, პრაქტიკულად უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე დაუსჯელად შეუძლიათ რომ ბომბონ უკრაინის ქალაქები და თქვა სამხედრო ობიექტები მათ შორის. აქედან გამომდინარე ეს თქვა ახლა ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს თვითმფრინავები იყო თუ არა ჩართული უკრაინის დაბომბებში, ხო თქვა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზიანი რამდენადაც შეგვიძლია ამ სატელიტური ფოტოებით ვიმსჯელოთ, მათ შორეული აღმოსავლეთის აეროდრომებს მიადგა, ხო იქ ამურსა და ირკუტსკში თორცები. აქედან გამომდინარე ეს მაინც თქვა რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ არის თუ არა ეს ის თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას ბომბობენ ყოველდღიურად, ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვა ეს თვითმფრინავები განადგურდა, უკრაინის დაბომბვები ასე თუ ისე მაინც გაგრძელდება, ხო? მაგრამ ეს რუსეთის ძალის პროექცირების საშუალებას მნიშვნელოვნად ამცირებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აი ამ დანაკარგის შევსებას. ეს არის დანაკარგი, რომელსაც რუსეთი ვერ ამოუსწრებს, მაგრამ თქვა რას გეუბნება? ბირთვული ბომბდამშენი, ხო? ეს ტრიადა არის ესეთი. ხო, რომელსაც ტარება შეუძლია, ანუ საუბარი არის სტრატეგიულ თვითმფრინავებზე, თქვა სტაციონარულ ბირთვული იარაღზე, რომელიც შახტიდან ხდება, რომლის გაშვებაც და ასევე წყალქვეშა შახტები და ეს თვითმფრინავი. ეს არის ტრიადა, რომელიც გამოყენება ბირთვული. ეს არის ასე ვთქვათ, ომის დროს. ხო, თავარი სტრატეგიული შეკავების ტრიადა, რაც რუსეთში ქვია ოფიციალურად. მაგრამ აი თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ და გავცეთ პასუხი კითხვას, რას გვეუბნება ეს უკრაინაზე, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მრავლისმეტყველი შემთხვევით პირად იყო ის, რომ ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც უკრაინული წყაროების ცნობით 18 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ეს ოპერაცია აღმოჩნდა ძალიან წარმატებული და ჩვენ ნახეთ, რომ აი ამ ორგანიზაციამ შეძლო აი ამ ოპერატიული, თქვათ, უსაფრთხოების, საინფორმაციო უსაფრთხოების დაცვა. და ჩვენთვის სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ SBU წლების განმავლობაში უკრაინის დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში იყო ალბათ ყველაზე მეტად უფრო როგორც თქვა ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. SBU თავის მხრივ არის ადრინდელი უკრაინული კაკების პირდაპირ მემკვიდრე, ესე რომ თქვა, იქ არ მომხდარა უკრაინაში, ხო თქვა, ჩვენ ვიცით როგორც მოხდა ძალაუფლების გადარაწილება, იქ პრაქტიკულად ჩანაცვლება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იქ არ ყოფილა თქვა ესეთი რაღაცა თაობების ცვლა და წმენდა, ლუსტრაციის კანონი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე 90-იანი წლებიდან მოყოლებული SBU-ს სავსე იყო რუსეთის თხუნელებით, როგორც ამას შპიონაჟის ენაზე რო თქვა. აქედან გამომდინარე და წლების განმავლობაში ჩვენ ხედავდით სკანდალებს ამ ორგანიზაციაში. ხო, ეს იყო ორგანიზაცია, რომლის დირექტორებსაც აკავებდნენ რუსეთის ჯაშუშობისთვის ჯერ კიდევ 2015, 2016, 2017 წლებში. ომის დაწყების შემდეგაც კი SBU-ს უმაღლეს მაღალჩინოსნებში გამოავლინეს რამდენიმე ვირთხა, რამდენიმე მათგანი დაკავებულია კიდევაც იგივე გენერალი კულინიჩი, რომელიც სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო ყირიმის SBU-ს სამმართველოს უფროსი. ასევე საუბარი არის სერბეთში იყო დაჭერილი ის კაცი ამავწყდა იმის გვარი ნოვიკოვი თუ აღარ მახსოვს, ხო, ანუ რომელიც 700 მახსოვრებათ ეს შემთხვევა 700,000 ევროთი და რაღაცა ოქროს დოდებით დააკავეს სერბეთში ომის პირველ დღეებში, ხო, ანუ დამოუკიდებლად უბრალოდ გვარი. ანუ ეს არის ესეთი ორგანიზაცია და აი ამ 3 წლის და სულ მე მგონი დაახლოებით 2-3 თვის წინ იყო, როდესაც რუსლან ვასილი მალუკმა პირადად SBU-ს დირექტორმა პირადად დააკავა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თხუნელა SBU-ს რიგებში რუსეთზე მუშაობისთვის. და მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია უკრაინული სპეცსამსახური ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი არის, რომ მათ შეძლეს ესეთი რთული, ესეთი კარგი გაგებით თავხედური და წარმატებული ოპერაციის ორგანიზება, ისე რომ არ მომხდარა ამ ოპერაციის კომპრომეტირება აი ამ 18 თვის განმავლობაში. და ეს მართლაც აჩვენებს იმ გზას, რომელმაც უკრაინამ გაიარა. უკრაინაზე, ხო. ხო, ეხლა ისე და უნდა გადავიდეთ რას ლაპარაკობს ეს ყველაფერი რუსეთზე. და ამაზე ლევანს მინდა ვკითხო. ხო, ჯერ უკრაინაზეც დაამატე, ხო. მოგესალმებია, მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. ხო, აკას პრინციპში ყველაფერში ვეთანხმები, წარმოვიდგინოთ, რა ხელა ინფილტრაცია იყო თავის დროზე. აი შევხედოთ ახლა ბელარუსის კგბ-ს, რაც არის ბელარუსის კგბ, იგივე იყო უკრაინული SBU სულ რაღაც 11 წლის წინ.
და ამხელა დონის ოპერაციის ჩატარება მეტყველებს იმაზე, რომ მისი რიგები სერიოზულად არის გაწმენდილი, რა თქმა უნდა, თხუნელა ყოველთვის იქნება და ყველა სპეცსამსახურის შემადგენლობაში შეიძლება იყოს თხუნელა და მის დაკავება მოხდეს, მაგრამ როცა წელიწადნახევრის განმავლობაში ინარჩუნებ ესე ინფორმაციის სიწმინდეს და რომ ინფორმაცია არ ჟონავს, იმიტომ რომ პატარა რაღაცა ინფორმაციასაც რო გაეჟონა, ეს ოპერაცია აუცილებლად ჩავარდებოდა. ანუ ის ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ამ ოპერაციაზე და ეს არ იყო ერთი კაცი და ორი კაცი, აქ არის მთელ ქსელზე საუბარი, რომელიც მუშაობდა როგორც უკრაინაში, ისევე რუსეთში, ხო? თვეების განმავლობაში, თუ არა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ოპერაციაზე წელიწადნახევრის განმავლობაში ადამიანები რუსეთის ფედერაციის შიგნით მუშაობდნენ ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებაზე. და აი იქ რა თქმა უნდა ჩვენ თუ ვსაუბრობთ ქსელზე და თუ ვსაუბრობთ იმაზე რომ უკრაინის უშიშროების სამსახურები იყო ინფილტრირებული რუსების მიერ, ახლა შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ მათ შორის რუსული უშიშროების სამსახურები არის ინფილტრირებული უკრაინელების მიერ. ეს ინფილტრაცია რა დონეზეა, ამის თქმა რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ის რომ ამხელა ოპერაციის შეუძლებელი იქნებოდა, ხო? მე თითქმის გამორიცხულია, ახლა რა თქმა უნდა გამორიცხული სამყაროში არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან მაღალი პროცენტით მათ შორის რუსული უსაფრთხოების სამსახურებიდანაც კონკრეტული ადამიანების მხრიდან რა თქმა უნდა აქ არის საუბარი როგორც ინსტიტუტზე, ახლა FSB არ ეხმარებოდა SBU-ს, მაგრამ FSB-ში შიგნით კონკრეტული ადამიანები დიდი ალბათობით ეხმარებოდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს ამ ოპერაციების განხორციელებაში. ეს შეიძლება ყოფილიყო რიგითი და შეიძლება ყოფილიყო გენერალი. ეგ არავინ არ იცის რა თქმა უნდა და მაგას ვერ გავიგებთ, ალბათ ძალიან დიდი ხანი შეიძლება მომდენო 50 წელი ვერავინ ვერ გაიგოს კონკრეტულად ამ ოპერაციაში ვინ იყო ჩართული თუნდაც იგივე რუსების მხრიდან ეგრეთ წოდებული მოღალატე ვირთხა, რომელიც ეხმარებოდა, რუსებისთვის მოღალატე რა თქმა უნდა. ისე კაი კაცი. ხო, ისე რა თქმა უნდა ძალიან კარგი ადამიანი. ხო. რაც შეეხება დიდებული პიროვნება. რაც შეეხება რუსებს და FSB-ს. ხო, აი მოდი ავღწეროთ მთელი ეს პროცესი, აი რა ხდება, რაღაცა მოკეთ მიდის დიდი სატვირთო სატვირთო არის ყველაზე მარტივი ამ ოპერაციაში. ხო, აი მოდი ავღწეროთ, აი როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო სავარაუდოდ, ანუ ეს მთელი ეს პროცესი. ეს არის მთელი ლეგენდა არის აქ შექმნილი. ადამიანები კონკრეტულად იყვნენ როგორც ბიზნესმენები, აიწევდნენ ბიზნეს საქმიანობას FSB-ს ხვირწინ. და პლუს ამას ეს იყო რა თქმა უნდა ქონდათ გახსნილი ოფისი. ხო, ეს იყო რეალურად ეგრეთ წოდებული ქავერი, ხო? ანუ ვითომ ბიზნესმენები სინამდვილეში SBU-ს თანამშრომლები, რომლებიც რაღაც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ და გადამზიდი ფირმა ჰქონდათ, ხო? აი არ ვიცი, ვინმეს თუ იცის ვინმე მის ისტორია, როგორ გამოიყვანეს ირანიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, როცა ეგრეთ წოდებული კინოკომპანია ჩავიდა იქ ფილმის გადასაღებად და მე აქ ასე მოხდა გამოყვანა როგორც თანამშრომლების კინოკომპანიის თანამშრომლებს, ხო? დაახლოებით იგივე ოპერაცია, ხოლმე ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ის რამდენიმე თვე გრძელდებოდა ეს ოპერაცია, მე მგონი 2 თუ 3 თვის განმავლობაში, თავის დაგეგმიან შესრულებიანად მეტი დრო არ დაჭიროებია და ჩვენ ვლაპარაკობთ აქ წელიწადნახევარზე, როცა კონკრეტული ადამიანები ცხოვრობდნენ რუსეთში, იქცეოდნენ როგორც ჩვეულებრივი რუსეთის მოქალაქეები, ჩვეულებრივი ბიზნესმენები, რომელიც რაღაც კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ და სინამდვილეში ამ ოპერაციის განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. ანუ მთელი ეს წელიწადნახევარი FSB-ს ხვირწინ ადამიანები ჰქონდათ მთელი აგენტურული ქსელი გაშლილი მარტო ამ ოპერაციაზე. არ ვაპარაკობ სხვა ოპერაციებზე გადავალ მე. უბრალოდ მარტო ამ ოპერაციებს რო შევეხოთ, თან მარტო რაღაც ერთ კონკრეტულ ქალაქში კი არის საუბარი. მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი, ისე რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, მათ შორის ვერ გაიგეს FSB-ს მეკავშირეებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებში, რომლებიც დარწმუნებული ვარ ახლაც არიან, უბრალოდ მათ არ ყავთ იმ დონეზე ჩანერგილი საკუთარი აგენტები, რომ ასეთი ოპერაციის, ასეთი ტიპის ოპერაციების შესახებ მათ გაიგონ ინფორმაცია, არა მარტო ასეთი ტიპის ოპერაციებზე. წეგარაც ვახსენე, ხო, უამრავი სხვა ოპერაციაა ჩატარებული უკრაინის შიგნით. და რაც ეს ყველაფერი მეტყველებს გადასარევად რუსულ FSB-ს. ხო, აი ეს ამაზე მინდა ვილაპარაკო. მოკლედ რუსულ პოპკულტურას თუ შევხედავთ ამ წლების განმავლობაში, ყველა შეიძლება ყოფილიყო ცუდი კაცი. პოლიციელი, ჯარისკაცი, რა ვიცი, ან კორუმპირებული, ცუდი, რაღაცა, რომ თავის საქმეს არ აკეთებს, მაგრამ ერთადერთი უწყება, რომელიც იქ იყო ყოველთვის მათ კულტურაში, ან სიმღერაში, კინოში, რა ვიცი, ყველგან გამოყვანილი როგორც იდეალურ ადამიანად, იდეალურ რუსად. ეს იყო FSB-ს თანამშრომელი, რომელიც მოდიოდა და ამ სხვების არეულს ალაგებდა.
ანუ რეალურად რუსეთის შიგნით FSB-ს ჰქონდა იმიჯი, რომ ისინი რომ არ იყვნენ ეს ამხელა ქვეყანა თავზე დაენგრევოდა ჯერ პოტის. კი, ყოველი შემძლე, ყველაზე სუფთა, ყველაზე პატიოსანი, ყველაზე მშრომელი, არაკორუმპირებული, დანარჩენი ყველა კორუმპირებულია, ყველა ცუდია, მაგრამ აი FSB კარგია. ანუ სინამდვილეში თუ ვინმე არის ყველაზე კორუმპირებული რუსეთში, არის სწორედ FSB. მათ შორის ის ჩვენ რომ საუბრობთ ახლა წეგან კაიკაცი რო ახსენეთ, შეიძლება სულ არ არის კაიკაცი. უბრალოდ ფული უნდა. იმიტომ რომ იმდენად კორუმპირებულია ეს უწყება. იმიტომ რომ ბიზნესის დაკრიშვის მეტი და რაღაც მართლა სუფთა ფურცლით გამოსული წითელ მოედანზე გამოსული ადამიანების დევნის მეტი ამ უწყებას არ გაუკეთებია არაფერი ამ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქვთ რაღაც ოპერაცია, ხე ისე არ მინდა გამოვიყვანო რომ მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ, რაღაც კონკრეტული ოპერაციები აქვს ჩატარებული და რომელიც შეიძლება ვიცით, შეიძლება არ ვიცით. მაგრამ მაგაზე არა, როცა შეხვდათ მოწინააღმდეგე, ძლიერი მოწინააღმდეგე. ფაქტია, რომ ვერ იყვნენ იმ დონეზე, რომ ეს უკრაინის მხრიდან ეს მსგავსი ოპერაციები მათ აღეკვეთათ. იმიტომ რომ ეს არ არის ერთი შემთხვევა, ხო? რა ვიცი, უამრავი გენერალია უკვე აფეთქებული. ეს ყველაფერი დაიწყო დუგინის შვილის მკვლელობით, მაგრამ უფრო ადრე თუ დავიწყებთ დუგინის შვილის შემთხვევით, სავარაუდოდ დიდი ალბათობით თვითონ დუგინის აფეთქება უნდათ და მის შვილი უბრალოდ იმ მანქანაში შემთხვევით აღმოჩნდა. მაგრამ სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ანუ FSB-ს თავარი საქმიანობა და ამოცანა იყო ის, გაერკვია თუ რამდენად არის პრორუსული განწყობები უკრაინაში. მათ შორის როცა პუტინი იღებდა გადაწყვეტილებას ომის დაწყებაზე. ხო პირველი დიდი მარცხი. ყველაზე დიდი მარცხი იყო ის, რომ მათ ეგონათ, რომ ეს ოპერაცია, გარდა იმისა, რომ სამხედროებმაც მიქარეს, რა თქმა უნდა, როცა ეგონათ, რომ შეიძლება არ ეგონათ და იცოდნენ, რომ სამ დღეში უკრაინას ვერ აიღებდნენ, უბრალოდ პუტინს ვერ გაუბედეს ამის თქმა, მაგრამ ამაზე არ არის. თავარი შეცდომა იქნა დაშვებული FSB-ს მხრიდან, რომელმაც ეგრეთ წოდებულად წითელ პაპკებში პუტინს შეუტანეს და უთხრეს, რომ არაფერი, კაცო, ჩვენ ოღონდ მივიდეთ იქ და რა ტერიტორიაზე ჩევალთ, იქ შეგხვდებიან ყვავილებით. არა და სინამდვილეში თუ რამე მოხდა, პირველი ყველაზე დიდი მარცხი რუსებმა სადაც მიიღეს პირველ თვეებზე მაგ საუბარი, ეს იყო ის, რომ ის ტერიტორიები სადაც აკონტროლებდნენ, ვითომ აკონტროლებდნენ. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ იქ თვითონ უბრალო ადამიანებისგან, მართლა სანადირო თოფებით გამოდიოდნენ ტერდაცვის ბატალიონების წევრები, რომლებიც ჩამოყალიბებულიც კი არ იყო, ახალი დაწყებული იყო ტერდაცვის ბატალიონების ჩამოყალიბება. პირველი შეცდომა იყო ეს, რომ პუტინს დააჯერეს და სასურველი გააგონეს, რომ უკრაინაში მათ ჰქონდათ სიტუაცია დალაგებული და მხოლოდ რუსების შესვლას ელოდნენ. მაგას ხო შეეწირა მაშინ. აი ის კაცი ისევ იქ არის, ბედნიერად არის. კი. ანუ კი ვითომ რაღაც იყო ინფორმაციები რომ რაღაც ეტაპზე ბესედაზეა საუბარი. ბესედა. ხო, მაშინ თითქოს იყო ინფორმაცია რომ ჩასვეს ციხეში. იყო საუბარი რომ ლეფორტოვოში იყო, მერე იყო საუბარი რომ იყო შინაპატი პროდუქტში და მერე გამოჩნდა SVR-ის დირექტორის ლეგენდა იყო ეს SVR-ის კაცის რუსეთის საგარეო დაზვერვის ლეონოვის დაკრძალვაზე გამოჩნდა და მან გასაგები გახდა რომ თითქოს ეს რაღაცა დამთავრდა და შემდეგ ისევ დაიკარგა და ეხლა არა აპრილში ჩასვეს მოლაპარაკებების დელეგაციაში ამერიკელებთან. ბესედას ბრალი ყველაზე ნაკლებად არის ამ შემთხვევაში. ბესედას თუ რამე ევალებოდა, ეს იყო საგარეო კუთხით სიტუაციის დაალაგება რუსეთის სასარგებლოდ. პირველი შემთხვევა არ იყო უკრაინის 2014 წელს მაიდნის დროს ბესედა ის და იანუკოვიჩის კაბინეტში და ეუბნებოდა რომ არმია გამოიყვანა და ხალხი დაარბიო და შემდეგ მაქედან 24 საათში იანუკოვიჩი ხარკოვში ჯერ ხარკოვში გაიქცევა და შემდეგ უკვე როსტოვში ხო მოკლედ საქართველოს არ არის кай ფეხის კაცი არა ხო ანუ წარმატებული ის არ არის რა ჩვენიანი კაცია იმიტომ რომ თუ რამეს ხელი მოკიდა ყველაფერში ჩაუსვარა ვლადიმერ პუტინს უბრალოდ რის თქმა მინდა ბოლოს FSB-სთან დაკავშირებით ჩვენთან რაღაცა ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ამ რაღაცა FSB-ზე იმიტომ რომ кайპი არის ეგ მათ შორის ერთ-ერთი რაშიც ეგეთ მოესწრნენ რაც კარგად გააკეთეს ეს არის PR-ის კუთხით მათ შორის როცა ვსაუბრობდი იმაზე რომ რუსულ კულტურაში ეს ჩანერგილი იყო რომ FSB არის ძლეთამძლე და ყველაზე მაგარი ეს მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე ეს ლეგენდები და ეს მითები და ეს წარმოდგენები ვრცელდება მათ შორის ჩვენთან არის წარმოდგენა რომ რაც FSB არის ყოვლის შემძლე და ყველაფერს გაკონტროლება შეუძლია სინამდვილეში FSB-ს რო შეცდომები აქვს დაშვებული მათ შორის აგერ გამახსენა ცოტა ხნის იგივე იანუკოვიჩის შემთხვევა როცა მათ შორის FSB-ს შეცდომა იყო ხო ეს ანუ უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული FSB არ არის ყოვლის შემძლე ორგანიზაცია პირიქით ანუ ჩვენც მაგის იმედი უნდა გქონდეს ახლა საქართველოში იმედზე არ არის უბრალოდ არ უნდა შევაფასოთ გადაჭარბებით FSB-ს შესაძლებლობები მათ შორის საქართველოშიც რომ აქ თითქოს მათ ყველაფერი დაალაგებული აქვს ასე არ არის
ისინი უშვებენ უამრავ შეცდომებს და ეს შეცდომები იმიტომ კი არ მოსდით რომ ვიღაცამ რაღაცა კონკრეტულად გააფუჭა. მთელი სისტემა არის ძირგამომბალი. ეგ სისტემა არ არის აწყობილი დამსახურებებზე. ხო, ეს არის ვიღაცის ნათესავი, ვიღაცის რაღაცა პუტინის ყოფილი თანამშრომელი სადღაც გერმანიაში, მაშინ როცა მსახურობდა ის გერმანიაში და ასე არის მთელი ვერტიკალი აწყობილი, რომელიც თავარი ფუნქცია, რომელსაც თავარი ფუნქცია რაც აქვს, არის ფულის მაგას ვამბობ, ხა ზუსტად ფულის კეთება. პირველი ამოცანა FSB-ს არის ფულის კეთება და მეორე ყველაფერი დანარჩენი. და მათ შორის ეს აისახება მე მათ მუშაობაზეც. თუ სამსახურში ჩვენ რაც სამსახურიც არ უნდა იყოს, გინდა FSB იყოს და გინდა რა ვიცი, მულტინაციონალური კომპანია, რომელიც უშვებს რა ვიცი, სასმელებს, ხო? თუ იქ ჩვენ არ გვაქვს დამსახურებაზე აწყობილი სისტემა და თუ იქ ყველა მუშაობს იმაზე, რომ რაღაცა კომპანიიდან წაიღოს, რა მოიპაროს და რა გააფუჭოს, შეუძლებელია ეს კომპანია იყოს წარმატებული. ზუსტად იგივე შეგვიძლია გადავიტანოთ ნებისმიერ სფეროზე, მათ შორის FSB-ს. შეუძლებელია იყოს წარმატებული. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული წარმატებები ქონიათ და მათ შორის ინფილტრაცია ქონიათ დასავლურ ეგრეთ წოდებულ თუნდაც იგივე ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის ბოტების ქარხნები და ასე შემდეგ. ეს მათ წარმატებად უნდა ჩაუთვალოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განწყობების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათ შორის დასავლეთში, თუმცა მარტო FSB-ს უნდა ვაუბრალოთ, იქ ბუნებრივად მოხდა ეგ და ეგ სხვა საუბრის თემაა და უბრალოდ ამათ ხელი შეუწყეს, მაგრამ ის რომ FSB-ს შეუძლია ყველაფრის გაკეთება, ეს არის ჩვეულებრივი მითი და ეს მითი ყველაზე კარგად გამოჩნდა აგერ ამ ოპერაციაში და ჩანდა მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, როცა უამრავი შეცდომა დაუშვეს მარტო უკრაინაზე კი არა, კროკუსის შემთხვევაში, როცა მთელი ბანდა გაეპარათ ისლამისტების, რომლებმაც 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, ხო, იქ კინოთეატრში. ესეც ხო იმის ბრალია, რომ ის ხალხი, ვინც თავის საქმეს უნდა აკეთებდეს და სრულნავდეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ტერორისტებისგან უსაფრთხოებაზე. დაკავებული არიან ფულის კეთებით და დევნით იმ ხალხზე, ვინც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს. პოლიტიკური ოპონენტების დევნით. კი, აი კიდე მაინც დანაკლისი მაქვს და მინდა ამ ოპერაციაზე კიდე რაღაცა ცოტა დეტალები მოუყვე ჩვენს მაყურებელს, ანუ როგორ მოხდა შესაძლებელი ამ ოპერაციის ჩატარება გარდა იმისა, რომ სპეცსამსახურებში ინფილტრაცია მოხდა, ისე მუშაობდნენ ის კომპანიები და მე გავიხსენოთ სხვათა შორის აქ პეიჯერების ოპერაცია, ზუსტად ესე დაფუძნდა პეიჯერების გამყიდველების კომპანია, რომელიც პეიჯერებს ყიდით და დაუკავშირდა ჰეზბოლას, ცოტა გვიან გავიხსენოთ ეს ოპერაცია და აინუ როგორ მოხდა შესაძლებელი, რომ ასეთი ზუსტად დაგეგმილი სამიზნები, ზუსტად ამორჩეული და აი ხელოვნური ინტელექტის, ასე თქვა, წილი რამდენი იყო ამაში. ხო, ანუ რამდენადაც ეს დეტალები ყველა დეტალი არ ვიცით, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც ჩანს, რამდენადაც ასე თქვა, რაღაცა ინფორმირებული წყაროები იუწყებიან, არის ის, რომ რეალურად შეირჩა ეს აეროდრომები სწორედ აი ამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს სტრატეგიული მომდამშენები და შორეული თვითმფრინავები, სხვა შორის რომლის სტრატეგიული ავიაციის ახლანდელი მეთაური არის სერგეი კობილაშვილი, რომელიც 2008 წელს საქართველოს აგვისტოს ომის დროს მის თვითმფრინავს ჩამოაგდეს ქართულმა საზენიტო ძალებმა და თვითონ ეს ადამიანი გადარჩა. ეს ადამიანი არის ახლა ამ წამს შორეული ავიაციის მეთაური რუსეთის. აი ამ აეროდრომების გამოთქმა მოხდა, თქვა სატელიტური დაკვირვების მეთოდებით, სად იყო თვითმფრინავები განლაგებული, რა მონაკვეთში ან თუ დრონების აი კადრებსაც დავაკვირდებით, დრონებიც იმ მიმართულებით მიემართებიან, რომელიც აი ესეთ ტიპის თვითმფრინავისთვის არის ძალიან მოწყვლადი. თქვა ხო ეს არის რაღაცა ფრთის და ამ ფუზელაჟის გადაკვეთის წერტილში, სადაც ყველაზე მეტ სისუსტეს ავლენს ხოლმე ესეთი თქვა რაღაც მოწყვლადი წერტილია ესეთ ტიპის თვითმფრინავების. ანუ ეს დეტალები რა თქმა უნდა, ეს და კიდე ათასობით სხვა რომელსაც ჩვენ უბრალოდ წარმოადგენაც არ გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ ეს ძალიან რთული ოპერაციაა თქვა ყველა იმის გათვალისწინებით როგორ უნდა აწყო ეს დრონის შემდეგ ეს როგორ უნდა მოიყვანო მოქმედებაში ხო ანუ ეს ოპერატორები სადიჯდნენ ანუ უკრაინაში 4500 კილომეტრის დაშორებით თუ რუსეთის ტერიტორიაზე იმიტომ რომ მე თქვეს რომ როგორც კი ჩატარდა ეს ოპერაცია რომ ყველა არის ოპერატორები არ იქნებოდნენ რუსეთში იყვნენ უკრაინაში იმიტომ რომ ბოლო ინფორმაციით დაიდო ფრაგმენტები დრონების, სადაც დევს რუსული ეგრეთ წოდებული სიმბარათები, შესაბამისად
რუსული ინტერნეტის ქსელის გამოყენებით ეს დრონები იმართებოდა უკრაინაში. რამდენიმე 4500 კილომეტრი არის უკრაინის საზღვრიდან. ხო, ეს ტექნიკური ამბავია, ტექნიკური შესრულება, რა თქმა უნდა, მოითხოვს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ერკვევიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ყველაზე რთული ამ ოპერაციაში. ტექნიკურად განხორციელება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამას ბევრი ჭკუა და ბევრი ფიქრი ჭირდება, მაგრამ ის რომ იქ სიმბარათი ჩადო და სიგნალი გადასცე, არის ყველაზე მარტივი ამბავი ამ ოპერაციაში. ანუ რადგან ამ სიღრმეზე ვლაპარაკობთ, ხო? ანუ აქ არისო ლაპარაკია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და მონაწილეობდა ამაში. თუ არა ასობით ადამიანი. ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთის შიგნით. ნებისმიერ შემთხვევაში წარმოუდგენლად ანუ უკრაინის სპეცსამსახურების ისტორიაში ალბათ უპირობო ყველაზე წარმოუდგენლად დამამცირებელი ოპერაცია რუსეთის. დამამცირებელი ოპერაცია და გარდა ამისა კიდე ერთი ელემენტი, რასაც თქვათ ნაკლებად მიაქცია ყურადღება პრესის მხრიდან ჩემი აზრით, ეს იყო ის, რომ როგორც ვახსენეთ, ეს არის ტრიადის, აი ამ ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი ელემენტი. რუსეთის განახლებულ ბირთვულ დოქტრინას თუ გადახედათ, რომელიც მე მგონი წინა წელს თუ წელიწადნახევრის წინ განაახლეს და გაზარდეს თქვათ იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელშიც რუსეთი დასაშვებად მიიჩნევს ბირთვული იარაღის გამოყენებას. აქ ერთ-ერთი დამატება სწორედ იყო ეს, რომ რაღაცა სტრატეგიული და შორეული ავიაციის, აი ამ სამხედრო აეროდრომების და ამ ავიაციის პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანება ან თავდასხმა პარკზე განიხილებოდა როგორც თქვა შესაძლო ბირთვული პასუხის პრერეკვიზიტი ამ შემთხვევაში. და რა მოხდა? ანუ მურიგ ჯერზე ჩვენ ხედავთ, რომ არაფერი პუტინს არაფერი განცხადება არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ეს იყო რაღაცა ტერორისტული აქტი. ხო, ანუ ისიც მეგონი ხიდზე უფრო თქო, ვიდრე ამას საერთოდ გაატარა როგორც არა, ამაზე ხმა არ ამოგე, როცა ასეთი რაღაცა ხდება, პუტინი მაგ დროს რამდენიმე დღით ხრება, რომ რა მოხდა და ახლა ვიცით 2002 წლიდან წითელი ხაზები. ხო, ეს წითელი ხაზები ნელ-ნელა იწევს. ამჯერად კიდევ ერთხელ ცოტათი გადაიწია. ეს რაც აკამ თქვა, ხო, იქ როცა ბირთვული დოქტრინა შეცვალეს და იქ რაღაცები ჩაწერეს, ეგ ხო იმისთვის არ ჩაუწერეთ, რომ ამის გამოყენებას ვინმე აპირებდა, იმიტომ რომ ახლა ვიღაცა 22 ჩამოაგდებს, ამიტომ ბირთვული იარაღს ისმის პუტინი. უბრალოდ ეს არის ეს მასე კურსკში ოპერაციის დროს უნდა გამოეყენა. არა, ბევრი მიზეზი შეიძლება მოეგონებინათ და მოდი სიმართლე ვთქვათ რა, პუტინს თუ რამის გაკეთება უნდა, მაგის მიზეზი არ ჭირდება. ეს ომი დაიწყო მიზეზის გარეშე, ხო? მას რომ შეეძლოს ამის გაკეთება და ამის თავი რო კონდეს კორექტულობაში რო ჩავждე. არ ჭირდება არანაირი კანონი ფურცელზე დაწერილი. ფურცელზე დაწერილი კანონი არის იმ სხვებისთვის. პუტინისთვის არ არის, ეს არის სულთა მედიური ამბავი, რომ იქნება ვიღაცა შეეშინდეს დასავლეთში ესკალაციის. მეტი მიზანი ამ დოქტრინასაც შეცვალს არ. ეხლა ზუსტად მაგაზე მინდა, იმიტომ რომ ეხლა ეგ ამბავი რომ მოხდა ვიყავი იტალიაში და ჩემი მეგობარი ნონა მიხელიძე, რომელიც არის ძალიან ჩართული იტალიურ პოლიტიკაში, არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი უკრაინის და ურეკავდნენ ჟურნალისტები, წერდნენ ტვიტერზე, რომ ანუ იტალიის მაგალითზე ვამბობ, რომ აი ეხლა ვაიმე პუტინი ეხლა ხო არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. 3 წელია გვესმის. ანუ იქ იყო ისტერიკა იყო ატეხილი, აი იმ მომენტში 3, 4, 5 საათის განმავლობაში თელი ესეთი იტალიური პრესა და გვინავდა ამაზე, რომ ვაიმე რამე ხო არ მოხდება და ნონა ამშვიდობდა, ნუ გეშინიათაფერი არ მოხდება და არა თუ არ მოხდა ხო განცხადებაც მე ძალიან კაი ეხლა ვაჩვენებ კიდევაც ეს Sky News ქონდა გაკეთებული ანალიზი მეორე დღის პრესის აბსოლუტურად არც ერთი წამყვანი მედია არ აშუქებდა ამასაც გაზეთების წინა გვერდებზე, მთავარ გვერდებზე ეს ამბავი არ იყო, ანუ მის თლიანად აი გაუფასურეს ვითომ ეს ოპერაცია, ანუ შიგნით ამის შესახებ არავის არაფერი არ მოუყოლია. And there are no images whatsoever on the front pages here of the attack. ეს ოპერაცია გავიგეთ რომ ძალიან კარგი გაგებით თავხედური ოპერაცია იყო, უნიკალური ოპერაცია იყო. ხო, ყველაზე თავხედური ოპერაცია ეკონომისტმა ასე უწოდა. გარდა ამისა აიძულებს არა მარტო რუსეთს, არამედ მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს შეცვალონ ზოგადად მიდგომები სამხედრო სფეროში. მათ შორის თუნდაც ავიაციის განლაგების სფეროში, იმიტომ რომ ღია წესით ავიაცია განლაგებულია თითქმის ყველა ქვეყანაში. დრონის შოვნა შეიძლება $300 ყველგან, ტრაილერის შოვნა შეიძლება ყველგან, ასაფეთქებლის შოვნა შეიძლება ყველგან, მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც
მის მოწინააღმდეგეს აქვს კარგად დაწყობილი დაზვერვის და უშიშროების ქსელი. ამიტომ ყველა რამდენ ფანტაზიას მისცემს გასაქანს ეს ყველას მოუწევს დაფიქრება. აი F-22 რო უყენია, ნუ ამერიკას ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ აი ევროპა თქვა ახალი F-35-ები ჩაუვა მალე ბელგიას. ამ F-35-ებს ანგარში დააყენებს თუ გარეთ დააყენებს. თუ ანგარი არ აქვს, ბადეს მაინც გაჭიმავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ოპერაცია ერთხელ თუ რაღაცა ერთხელ თუ გამოვიდა, ყოველთვის შეიძლება მეორედ მოხდეს და მეორედ თუ მოხდა, მესამე და უცვლელად მოხდება. ამიტომ ყველას მოუწევს მიდგომების შეცვლა. არა მარტო ზოგადად ავიაციის ბაზირებას, ეს ომი ყველას აიძულებს, რომ საერთოდ სხვა თვალით შეხედონ მომავალ ომებს. მათ შორის კი სტარმერს ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ძალიან დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი პოზიცია, რომ ჩვენ საერთოდ უნდა შევცვალოთ მიდგომა, თუ როგორ უყურებთ ჩვენ თავდაცვის ძალებს მომავალში, მათ შორის საუბრობდა იმაზე, რომ დრონები არის მომავალი ამ ომის და ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ საერთოდ სხვანაირი მიდგომა გქონდეს მომავალში თავდაცვის ძალების განვითარების, იმიტომ რომ რეალურად ახლა 21 საუკუნის არმია მსოფლიოში არის მხოლოდ ორი. სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის და უკრაინის შეიარაღებული ძალები. სხვა ყველა დანარჩენი არმია არის წინა ომების გამოცდილების არმია. თანამედროვე ომის გამოცდილება აქვს მხოლოდ ამ ორ არმიას. და თუ უნდათ რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ საფრთხის შემთხვევაში, ყველამ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებმა, უნდა იფიქრონ მიდგომების შეცვლაზე, იმიტომ რომ თანამედროვე ომი აღარ იქნება ისეთი ომი, როგორც მათ უნახავთ. ამიტომ ნებისმიერი დიდი ომი ცვლის წესებს და ცვლის მიდგომებს თავდაცვის სფეროში და ასე იქნება აუცილებლად ახლა და რაც შეიძლება მალე, რატო თქვი დაგვიანებული, ეს უნდა დაეწყოთ 2 წლის წინ. და ახლა ამბობენ რომ უნდა დავიწყოთ, უკვე დაგვიანებულია, მაგრამ რაც შეიძლება მალეა დასაწყები. ესე იგი, ზუსტად ეს ამაზე მინდოდა გადავსულიყავი, ეხა დრონებზე, რომელმაც წარმოუდგენელი გარდატეხა მოახდინეს ამ კონვენციურ სამხედრო დაპირისპირებაში, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო, ხო? და გარდა დრონებისა, ანუ რო გავიხსენოთ იგივე ჰეზბოლას წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია ისრაელის მხრიდან, საერთოდ აქამდე ხო აღმაფრთოვანებელი ოპერაციები ქონდა ჩატარებული ისრაელს ბოლო პერიოდში მოსადს და ერთ-ერთი იყო ის, რომ ირანის ტერიტორიაზე მოკლეს ჰამასის ლიდერი და მთავარი და რაც გამოუგნებელი იყო მაშინ, თუმცა ეხლა უკვე უკრაინის ოპერაციის შემდეგ ასეთად აღარ გამოიყურება, იყო ეს პეიჯერების ოპერაცია. ანუ ესე იგი შეიძლება ძალიან იაფი რაღაცით პეიჯერიდან დაწყებული, რომ რა ვიცი რა ღირს $20 თუ $30 პეიჯერით დაწყებული, $300 დრონით დამთავრებული წყობიდან გამოიყვანო ძალიან ბევრი რამე, მათ შორის $300 დრონით გააფუჭო 300 მილიონიანი თვითმფრინავი, ხო? ანუ ეს ხო, ეს აი მთლიანად ცვლის და აი ამოყირავება ხდება ამ კი, ანუ ეს რევოლუცია ამ კუთხით, თქვა, სამხედრო საქმეში მოხდა, ეხლა მე ხო, და უკრაინელებმა მოახდინეს დრონის გამოყენება. მოახდინეს, მე არ მინდა რომ ვინმე ჩამთვალო სამხედრო ექსპერტად რამენაირად, არავითარ შემთხვევაში არ ვარ და უბრალოდ რაღაც მოყვარულის დონეზე და თქვა რა. რომ ადევნებ თვალს რაღაც მიმდინარე დაპირისპირებას ამის ფონზე შეგვიძლია ვთქვა და გავიხსენოთ მათ შორის ვალერი ზალუჟნის სტატია ეკონომისტში 2023 წლის ნოემბერში. ეს იყო მაშინ როცა გასაგები გახდა რომ უკრაინის კონტრიერში ჩავარდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და შემდეგ ნოემბერში გამოვიდა მოულოდნელად ვალერი ზალუჟნის სტატია ეკონომისტში, რომელშიც ის წერდა რომ ჩვენ გავედით რაღაც ტექნოლოგიური პარიტეტის მოცემულობაში, როდესაც არც ერთ არმიას არ შესწევს ძალა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ომის ტრაექტორიაში და ამ მოცემულობას ზალუჟნი ხსნიდა სწორედ დრონების ფაქტორით. ანუ ის ამბობდა და მიუთითებდა იმაზე, რომ რეალურად დრონებმა გახადა გამჭვირვალე ბრძოლის ველი. შეუძლებელი გახდა ბრძოლის ველზე და თქვა რაღაცა შეტევის მომზადება იმ თვალსაზრისით, რომ თავი მოგეყარა დიდი სამხედრო დაჯგუფებისთვის ისე, რომ ეს ტერმს ვერ აღმოიჩინა, მოწინააღმდეგეს ვერ აღმოიჩინა. ეს გახდა შეუძლებელი, აქედან გამომდინარე, თქვა ესეთი დიდი გარდატეხა ფრონტზე ჩვენ არ გვინახავს. ხო 2022 წლის შემდეგ პრაქტიკულად ხედავთ ფრონტის ხაზს, რომელიც მეტნაკლებად სტატიკურია, უკრაინელებს ჰქონდათ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია და 2023 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ პრაქტიკულად ხედავთ რუსეთის არმიის იერიშს, რომელიც
ამ დღიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება, რა თქმა უნდა, აქვთ წინსვლა, რა თქმა უნდა, ეს წინსვლა დაკავშირებულია სულ უფრო მეტად მზარ დანაკარგებთან და დროთა განმავლობაში, ვთქვათ, ეს დანაკარგების შეფარდება აი ამ რაღაც ამონაგებთან, ეგრეთ წოდებულ ამონაგებთან, შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს და გაუარესდება. მაგრამ პრაქტიკულად ხედავთ, რომ აი ამ დრონების მეშვეობით სწორედ ცოცხალი ძალის დანაკლისის პირობებში, საარტილერიო ჭურვების დანაკლისის პირობებში, თქვათ რაღაც ასევე მასშტაბის დანაკლისის პირობებში, ხო იგივე სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის და ამის პირობებში უკრაინელებმა მოახერხეს ამ დრონებით ის, რომ დღესაც პრაქტიკულად ხო დღესაც ალბათ ვისაუბრებთ ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ აი ანალიზი ფრონტის მოძრაობის ბოლო 1 წლის განმავლობაში როგორია, ხო, რომ რუსეთმა დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის 0.7-0.8% 2024 წლის კამპანიის განმავლობაში. რაც რა თქმა უნდა, თქვათ ესე ტერიტორიულად რო აიღო, არა პატარა ტერიტორია. განსაკუთრებით საქართველოს ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინისთვის ეს არის 0.8% ტერიტორია და რუსეთისთვის ეს არის დღეში დაახლოებით 1000-1500 დანაკარგი მოკლულებით და დაჭრილებით ერთად. დღეში. ეს არის დღეში. ანუ ეს არის მოცემულობა, რომელშიც ეს ომი მიმდინარეობს და ეს ომი ამ მოცემულობაში არის სწორედ აი ამ ტექნოლოგიური ფაქტორის გამო, ხო პირველ რიგში. უკრაინელები დაახლოებით 5-დან 20 კილომეტრიან მონაკვეთში ახერხებენ რუსეთის მოიარიში ძალების გამოფიტვას. უკრაინელებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ორგანიზაციულიც, მართვის თვალსაჩინოთაც, იქაც ბევრი გადაადგილებებია და ძალიან უჭირთ და ეს ხშირად ხდება, რომ თქვათ ეს რაღაცები ხდება გმირობის საჭიროების და გმირობის ფონზე, როცა ზოგადად სამხედრო საქმეში გმირობა არ უნდა იყოს საჭირო. თუ იმეს გმირობა დაჭირდა, ესე იგი ვიღაცამ სადღაც თავის საქმეს სწორად ვერ გააკეთა. და ესეთი პრობლემები უკრაინის არმიას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ ფრონტის რაღაცა იმნიტური კრახის ვითარებას მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 თვეში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი გაიზარდა და შესაძლოა მომდევნო თვეებში კიდე გაიზარდოს. ხო, ანუ ეს არ არის ის ომი, რომელიც იყო 2022 წლის პირველ კვირებში. ამ იმას გამოვიყენებ სიტყვად მიჩოჩავს წინ. არა, რა თქმა უნდა, მიჩოჩავს. ხო, ანუ რა თქმა უნდა, მიდის, სადღაც შეიძლება რაღაც მომენტში გაიქცეს კიდეც, მაგრამ ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც არც ერთ არმიას, არც უკრაინის და არც რუსეთის არმიას არ შესწევს იმის რომ დაორგანიზოს დიდი კომბინირებულ, ესე იგი, აერთიანებულ შენაერთთა ოპერაცია, რასაც ქვია სამხედრო ტერმინოლოგიით. ამიტომ აქ კრეატიულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ აქ ეს დრონები არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, თუმცა ეს თქვენაც ახსენეთ, ხო ხა ეს პირიქითაც მუშაობს, ხო, ანუ მეორე მხარეც აქვს ამ მეტალს. ჩვენ ვხედავდით, როცა 2023 წლის კონტრიერიშის დროს იგივე $300 დრონები ანადგურებდნენ ამერიკულ და გერმანულ ტანკებს უკრაინის არმიის. ანუ ორივე მხარე იყენებს და რუსეთის არმია თუ ვინმესგან სწავლობს და თუ ვინმესგან რამეს ითვისებს. ეს არის სწორედ უკრაინული არმია და პირიქითაც ხდება, რომ უკრაინული არმია რაღაცებს ითვისებს და რაღაც მონაკვეთებში რუსები წინ არის. პარიტეტი, თორე ერთი რო ჭკუას ვერ სწავლობდეს და მეორე ჭკვიანი. ეს არის ვითარება, როცა რაღაცა დაუძლებელი დიდი ძალა და მასშტაბი ეჯახება რაღაცა უძრავ საგანს. და ვერ ხდება, თქვათ, გადაწყვეტა. ხო, ამიტომ არის რომ ეს მოლაპარაკებებით ჩიხშია, იმიტომ რომ ეს პოზიციები არის შეუთავსებელი. პუტინი ითხოვს იმას, რაც ქაღალდზე მისი აზრით, ხო, თქვათ რაღაც. მაგრამ არ დაუპყრია, სამხედრო გზით ვერ დაიპყრო, ვერ დაიკავა. და უკრაინელებს არ შეუძლიათ სამწუხაროდ და 2023 წლის მერე ეს გასაგები იყო, რომ თქვათ რაღაცა ესეთი ვითარება დადგებოდა, რომ დრამატულად შეცვალა სამხედრო გზით გაათავისუფლონ ყველა ტერიტორია 1991 წლის საზღვრებზე აღარ ვამბობ 2022 წლის საზღვრებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მაგრამ ნუ არის აი ეს ვითარება, როდესაც აი ეს ტექნოლოგიური ცვლილება ქმნის ამ პარიტეტს და შეუძლებელს ხდის ერთი გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკის, გაცილებით უფრო დიდი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის მიერ მეორე გაცილებით უფრო პატარა და მოკავშირეებზე დამოკიდებული ქვეყნის დამარცხებას. ეს მარტო ამის გამო არა, გასაგებია რომ იქ ადამიანები რუსეთის არმია არის მოქირავნეების არმია, თავისი არსით. ხო, დაქირავებულების არმია, ანუ ეს არის არმია, რომელიც ომობს, ხო, ანუ ეს ისიბძვიან მარტო ფულისთვის. ანუ მიუხედავად თქვა რა ტექნოლოგიურ სხვაობებისა, მასშტაბის სხვაობებისა, უკრაინელი ქვეითი გაცილებით უფრო კარგი მებრძოლია 10-დან 9 შემთხვევაში ვიდრე რუსი. ანუ ეს არის განსხვავება და ეს რა თქმა უნდა თავის წილი შეაქვს აი ამ პარიტეტში, მაგრამ ტექნოლოგიები არის ის საშუალება, ის ინსტრუმენტი, რომლითაც შენ შეგიძლია
თქვათ აი ეს უპირატესობა აღმოფხრო მოწინააღმდეგის და უკრაინელებმა ეს შეძლეს, თუმცა ხო იგივენაირად რუსებიც ამ მეთოდს ასიმეტრიულ ომის მეთოდს იყენებენ. ხო, მაგრამ აქაც ესე იგი ძალიან ხაზი კიდე ერთხელ უნდა გაუსვათ ამას, რომ სადაც ისინი უკრაინელებს სადაც უკრაინელებმა შეძლეს აეფეთქებინათ ესეთი სტრატეგიული სამიზნეები, ხო, ისინი რასაკვირველია თავისუფლად მიიტადნენ ამ დრონებით იერიშს სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სამოქალაქო პირებით დასახლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ ბინებზე და ასე შემდეგ, მაგრამ რასაკვირველია ამას არ აკეთებენ და ჩვენ რუსეთის შემთხვევაში ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო სტრატეგიას, რომ ყველა ჯერზე სამიზნე არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ადამიანები, სტრატეგია გამომწვარი მიწის, ხო, ანუ ეს არც თქვა რაღაც რუსეთის სამხედრო ინტელექტუალური სკოლა რაც არსებობს, ხო, თქვა რაღაც ნაშრომები ამის შესახებ როგორ უნდა იყოს არმიამ და ეს არის გამომწვარი ხაზე, რაღაც ვიტყვი მაგაზე, თუ ფრონტის ხაზე კიდე გასაგები შეიძლება იყოს, რატო აი გამომწვარი მიწის ეფექტს რატო იყენებენ? აბსოლუტურად ირაციონალური. რა არის გამომწვარი მიწა ამხანენ? აი, სადაც მინდიხარ, იქ არაფერი ცოცხალი აღარ რჩება. საარტილერიო განადგურება ტერიტორიის დისკრიმინაციული არ შეუძლიათ გასაგებია, მაგრამ აი შენ რაც ახსენე რომ უკრაინელები ცდილობენ რაღაც სამხედრო ობიექტებს დაარტყან, ხო? და რუსები უბრალოდ ქალაქებს ესვენ. ანუ ამ შემთხვევაში უკრაინული ქცევა არის რაციონალური ქცევა. არა, გასაგებია რომ მათ მორალური უპირატესობა არავითარ შემთხვევაში არ მორალურზეც არ არის საუბარი. რუსეთმა უამრავი ფული და უამრავი საკუთარი რაკეტა დახარჯა აბსოლუტურად უაზროდ ქალაქებისთვის სროლაზე, ენერგოინფრასტრუქტურაზე სროლაზე, რომელიც შედეგი ვერ მოიტანა ვერაფერი. ქალაქები ცხოვრობენ უკრაინელები ცხოვრობენ ქალაქებში, სადაც რა თქმა უნდა ფრონტის ხაზი არ არის და ომი არ არის. დენიცა აქვს, რა ვიცი, მაღაზიებიც გახსნილია, რესტორნებიც მუშაობს. ისწავლეს ცხოვრება ომის პირობებში. ამ სროლას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს რუსების მხრიდან. გაცილებით უფრო მეც მიაღწევდნენ, აი ეს ამდენი წლის განმავლობაში, ამ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ რაკეტების რაღაცა მარაგირო შეექმნათ და უფრო მნიშვნელოვანი სამიზნეებს რომ გამოიყენებინათ, მაგრამ ისინი ხო პოლიტიკური მდგენიელით იღებენ გადაწყვეტილებას, იქ რაღაც კონკრეტული სამხედრო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ გენშტაბის უფროსი კი არ იღებს გადაწყვეტილებას. პუტინი იღებს გადაწყვეტილებას, სად ისროლონ, კონკრეტულ სამიზნეზე შეიძლება არ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ კონკრეტულ რომელ ქალაქს ისროლონ და რამდენი რაკეტა ისროლონ, ამას რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას იღებს პუტინი. შესაბამისად, ეს არ არის რაციონალური და არც სამხედრო კუთხით გამართლებული. აღარაფერს ვლაპარაკობ მორალზე, ხა მორალი რო არა აქ ამ ხალხს, ეგ ყველამ გადასარევად ვიცით, მაგრამ რომ სიგიჟია ასე უაზროდ შენი რესურსების პლანვა. მარტო სტრატეგიული ობიექტები, სტრატეგიული ავიაცია ვახსენეთ წეგან და აუნაზღაურებელი დანაკლისი და ეს დანაკლისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მიიღო რუსეთმა ჯავშან ტექნიკაში. საბჭოთა კავშირმა რაც აგროვა 60 წლის განმავლობაში, ჯავშან ტექნიკა. ყველაფერი ამ წუთას არის უკრაინულ სტეპებში. თითქმის ყველაფერი. ანუ რეალურად რუსები რატომაც ვერ უტევენ დიდი ტემპებით. გარდა იმისა, რომ დრონების ომია და ადვილია აღმოჩენა და ასე შემდეგ. არის ის, რომ ჯავშან ტექნიკა აღარ აქვს რეალურად იმისთვის, რომ შეუტიონ და ოპერატიულ სივრცეზე გავიდნენ. თუნდაც ის, როცა ახერხებენ რაღაცა ერთი დასახლებული პუნქტის დაკავებას, მეორე დასახლებული პუნქტის დაკავებას, ხო? ვერ ახერხებენ ამ რაღაც კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში მოპოვებული წარმატების გავრცობას. ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ საკმარისი ჯავშან ტექნიკა არ არის რეალურად. ის რომ 4000-ზე მეტი ტანკი ოფიციალურად ვიცით რომ უკრაინაში ჩამწვარია და რამდენიც არ ვიცით კიდე ღმერთმა იცის. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ამ წუთას იმის რესურსი არ აქვს, რომ ეს ომი სტრატეგიული გამარჯვებით დაამთავროს. ფიზიკურად არ აქვს საკმარისი საშუალება. მარტო არმია ხო არ არის, არმიაშიც ახლა რო ვთქვათ, რომ რაღაცა ხალხი მორბის, იმიტომ რომ რაღაცა იდეოლოგია აქვს, ასე ხო არ არის. მოდის ის, ვისაც რეალურად ფულის პრობლემა აქვს, ბომჟია სადღაც რომელიღაც რუსულ გლუბინკაში და უნდა რომ ახლა რაღაცა საკუთარი ოჯახური ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს. რომ წყალდეში არის კაცი. საკმარისი შეირაღება არ აქვს, რომ ეს არმია აომოს, ახლა მართლა შიშველი ხელებით ხო არ წავლენ შეტევაზე. ტაქტიკური წარმატება გადაზარდოს ოპერაციულში და სტრატეგიულში ვერ გადასახავ, იმიტომ რომ ამის საჭირო ჯავშან ტექნიკა, არც საკმარისი არტილერია, არც ამუნიცია, არაფერი. რუსი ჯარისკაცები საკუთარი ფულით ყიდულობენ ფეხსაცმელს და ტანსაცმელს და ჯავშან ჟილეტებს. ასეთ არმიაზე გვაქვს საუბარი. შეუძლებელია ამ პარიტეტში რამე შეიცვალოს ამ ეტაპზე, სანამ არ მოხდება ან ერთი რაღაცა გარდატეხა, რომელიც ხდება რაღაც ომების ისტორიაში
მოხდარა რაღაცა. ერთმა პატარა რაღაცამ შეიძლება შეცვალოს ბრძოლის ველზე სურათი და ჰაიმარსი 2022 წლის ადრეულ გაზაფხულს. კი, რომელმაც მოიტანა რა თქმა უნდა კონკრეტული რა წარმატება. შეიძლება ესეთი იყოს? ეგ ჩვენ რო ვიცოდეთ, იმათაც ესონდებათ უკვე და ვეღარ მოხდება. არა, მაშინ ხო ფრონტი ფორმირებული არ იყო რეალურად, ანუ ეს იყო. და მან პლუს ამას ხო დავამთავრე ბოდიში, ეს შეიძლება მოხდეს არა მარტო რაღაცა კონკრეტულად ჰაიმარს, ერთი ადამიანის კონკრეტული შეცდომაც კი შეიძლება საკმარისი გამოდგეს რომელიმე მხარეს რაღაცის შესაცვლელად, რაც კონკრეტულ მხარეს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას. და ან მეორე ვარიანტი არის, ეს ომი გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მანამ სანამ რომელიმე მხარეს არ გამოელევა რესურსი. თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ის მხარე, ვისაც რესურსს გამოელევა, იქნება რუსეთი. ესო აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მანამდე აი მინდა დავასრულოთ რა მოხდა ყირიმის ხიდზე, კერჩის ხიდზე, ანუ იყო შეტევა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, ანუ რა შედეგი? რამდენადაც შეგვიძლია ვიჟოთ, ანუ ეს ბეომი თქვა რომ დანაღმული იყო 1100 კილოგრამი ტროტილით, ანუ რაღაც ოპერაცია იყო, მაგრამ რეალურად რაც ჩანდა იყო რომ წყალქვეშა დრონები გამოიყენეს ასაფეთქებლად, რაღაც ზიანი მიადგა ხიდს, მაგრამ რამდენადაც ვიცი მე ყოველ შემთხვევაში დღემდე გახსნილი არის და ხო არა, აქ ქვემოთ ხა ბურჯები რა მდგომარეობაშია, მაგას ვიზუალურადაც რო ხედავდეთ, ვერაფერს ვერ გავიგებთ, ხა არავინ არა ვართ მე მგონი ამ სტუდიაში მაგის სპეციალისტი, მაგრამ მაგაზე არა ნიქაც ყირიმის ხიდი არის. შეიძლება ჩაიგრეს ანუ უბრალოდ ხო, ანუ ლეონიდასაც ამბობს რომ ძალიან დაცული ობიექტია, ხო, ანუ წყალშიც ბადეებია გაჭიმული, ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია რუსეთში არის გადატვირთული და მაინც რაღაც უკრაინა ახერხებს მიუხედავად იმისა, რომ ანუ რუსეთმა იცის რომ უკრაინელებს თავი სამიზნე ესაა და სულ მუშაობენ ამ ხიდზე, მიუხედავად ამისა ბოლომდე თქვათ აი ამ რისკის გაუნებელყოფას ვერ ახერხებენ. და ერთი კითხვა, აი ეხა მე რო ვიყო პუტინი სული პერსპექტივაა, მინდა გითხრა, ლონგრანში შევხედავთ მაგას. ხო და ვფიქრობ, რომ ნუ პუტინიდან ვიღაცა და მისი გარემოც. და ვფიქრობ, რომ თუ აი ესეთი ოპერაცია გაიპარა წელიწად ნახევრის განმავლობაში, რომელიც მზადდებოდა. აი კიდე ხო არავინ არ იცის რა ოპერაცია მზადდება და რომლის შესახებ. 3 თვის წინ რა ოპერაცია დაიწყო, ვიცით? წელი 1 წლის წინ რა ოპერაცია დაიწყო. წელიწად და 2 თვის წინ არ ვიცი. ხო, ამას ვამბობ. აი ეხა და ასევე ხა მე რასაც უსმინე, შესაძლებელია ძალიან მარტივად პუტინის მოკვლაც ამ დრონებით. მარტივად არ არის. რთულად, მაგრამ შესაძლებელია. თეორიულად შესაძლებელია. ის 7 ძილს ხელს არ შეუწყობდა ეს სპეცოპერაცია. და ვიღაცების კიდევ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არ დავასახელებ კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელის და გვარს, მაგრამ უკრაინული დრონების ძალიან ბევრ შეეშინდებოდა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რაღაც გარკვეული ტიპის შეთანხმება არის, ხა ეს სიტყვიერია, უსიტყვო შეთანხმება, რთული სათქმელია იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკელებმა პირველ რიგში მოითხოვეს, რომ რაღაცა ქვეყნის ლიდერებზე თავდასხმა არ ყოფილიყო. ეს რაღაც შეთანხმება არის, რომ რაღაც თავდასხმები კონკრეტულად ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე თავდასხმები არ ხდება არც ერთი მხრიდან. და ეს აწყობს რომ განავე ხო პუტინს არ უნდა რომ დაარტყას ბანკოვეს და შენობები დაანგრიოს, შეიძლება ზელენსკი სულ არ იყოს შიგნით და არაფერი არ დაემართოს, მაგრამ პოლიტიკურად მისთვის ხომ მნიშვნელოვანია. მაგრამ პუტინის ქვემოთ ხო არის? არა, რატომ გენერლებია, ძალიან მაღალი თანამდებობის პირებია. მესმის რა. რამდენი ასეთ შემთხვევა იყო, როცა რუსეთი საჯაროდ დაამცირა უკრაინამ, იმდენი გამოვარდებენ Z პატრიოტები და იძახიან რომ აი დავარტყათ კიევს, დავარტყათ Z. ხო, ეხლა რა ხდება? იმიტომ კი არა რომ შინდაც უკმაყოფილოები იყო. იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია ამის გაკეთება. ამას პუტინი თუ გააკეთებს, საპასუხოდ დაინგრევა კრემლი. ამიტომ არ აკეთებს. და იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია ან ერიდება ვინმეს. ანუ რაღაც ამერიკელმა უთხრა და ამიტომ არ აკეთებს. ვინ დააკრებს კრემლს? უკრაინელები ვინ დაამბობს? ამის საშუალება არსებობს. თუ დაინგრევა ბანკოვაია, დაინგრევა კრემლიც. ამიტომაც არ აკეთებს პუტინი ამას და არა იმიტომ რომ ვინმეს ერიდება. კი ბატონო, ეხლა თქვი შენ იმაზე, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია დასავლეთის მზაობა, კიდევ უფრო მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მაქსიმალურად მოემზადოს თვითონაც, ხო, როგორც შეკავების პოლიტიკის ნაწილში.
იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო იყოს მოწოდების სიმაღლეზე და მოსაზღვრე ქვეყნები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. და სხვათა შორის ერთ-ერთი ბალტიისპირეთის ქვეყანამ თქვა, რომ სჭირდებათ უკრაინის დასჭირდებათ უკრაინის სამხედრო გარანტიები. უკვე ესე მიდის საქმე, რომ მე მგონი ყველაზე დაჭირდება უკრაინის სამხედრო გარანტიები. ყველაზე გამოცდილი არმია და თანამედროვე არმია არის უკრაინის არმია. ტექნიკურად შეიძლება რაღაც ამერიკელები რაღაცებში ჯობდნენ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, როცა კონვენციურ დიდობზეა საუბარი. ესე იგი, ამ თვალსაზრისით ევროპაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ შემთხვევაში არის მერცი, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესო პოლიტიკოსი იქნება დასაკვირვებლად უახლოეს მომავალში. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით ის შეძლებს თუ არა აბსოლუტურად სხვა მემკვიდრეობას შექმნას მერკელისგან განსხვავებით, სხვა პოლიტიკური მემკვიდრეობა და როგორც ჩანს მერცს ეს აბსოლუტურად აქვს გააზრებული და ძალიან კარგად იცის მისი ისტორიული მისია და ამ მისიისთვის ემზადება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მისი რეიტინგიც კანცლერად გახდომის შემდეგ გაიზარდა მნიშვნელოვნად 40%-ამდე ავიდა. გუშინ მე კიდე გაიზარდა. ხო, გუშინ, ხო, ის არის ესე ვთქვათ ლიდერი, რომელიც ცდილობს ახლა კოალიცია, ევროპული ძლიერი კოალიცია შექმნას. და გუშინ ჩავიდათ ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში, ქონდა აბსოლუტურად უზადო გამოსვლა თეთრ სახლში, სიტყვა პასუხით, კომენტარით, იუმორით, ასე ვთქვათ, ყველაფრით, საჩუქრით ბაბუას დაბადების მოწმობა, ტრამპის ბაბუის დაბადების მოწმობა გადასცა ტრამპს, იცის ანუ ესეთი პერსონალური მომენტები რომ მნიშვნელოვანია. ტრამპი აღფრთოვანებული იყო მისი ინგლისურით და კითხა რომ გერმანულსაც ესე გაკეთება. ძალიან კარგი კომენტარი. დონალდ ტრამპის კითხვა არის, ანუ უნდა დაესვა ეგეთი კითხვა არის. და მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ეს შეხვედრა გადაფარა იმ ზუსტად პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ტრამპი მასკის დაპირისპირებას და ამაზე ჩვენ ცალკე გადაცემას გავაკეთებთ და ვაკვირდებით ჯერჯერობის პროცესს და სანდრო შარაშეინძესთან უნდა გავაკეთო ეს გადაცემა, რადგან მასთან დავიწყე ამაზე საუბარი, უნდა გავაგრძელო ასე ვთქვათ ეს სერია. მოკლედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და როგორც ჩანდა ტრამპი რაღაცნაირად სიმპათიით იყო განწყობილი. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. მოკლედ ევროპის ამბავი გასაგებია, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც როგორია? უკრაინასთან მიმართებით თუ ზოგადად? ანუ უკრაინასთან მიმართებით. ანუ მე მგონია რომ ამ პრობლემა ხო რა არის, რომ რეალურად ამ ადამიანს ქონდა ეს არჩევნო დაპირება, რომ ერთ დღეში დაასრულებდა ამ მომსახურებას, გასაგებია რომ სერიოზულად ამას არავინ ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი მომსმენელების არ აღიქონდა, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ვიხილეთ ის, რომ პრაქტიკულად ეს ინაუგურაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მას არანაირი რეალური გეგმა ვთქვათ ამ კონფლიქტის დასრულების და რაღაცა მყარი ხედვა არ აღმოაჩნდა. მის იგივე არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამ საკითხზე. მის იგივე არის კიტკელოგი, რომელიც თქვათ უფრო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ უკრაინა უნდა გაძლიერდეს სამხედრო თვალსაჩინით და ამას მიიჩნევს თქვათ თავარ შემაკავებლად მომავალში რუსეთისთვის. რუბიოს მგონია რომ ძალიან კარგად ხედავს ამ ფარგლზე შეიძლება მოვიაზროთ ლინციგრემი, მაგრამ იქვე არიან რიჩარდ გრენელი, თქვათ ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც თქვათ ამ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დონალდ ტრამპს ესაუბრებიან, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. აქვე არის ბაზა, ეს მაგა ხო, რომელიც ისე მოხდა, რომ აი ამ კონფლიქტში საკმაოდ ესეთი ანტიუკრაინული პოლიტიკა, იზოლაციონისტური უფრო ესე ვიტყოდი, თქვათ რაღაცა გამოკვეთილად იზოლაციონისტური, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს თქვათ რუსული ნარატივის გაზიარებას ამ ომთან დაკავშირებით, ამას ემატება ეს რუსეთის პროპაგანდა, რაც ახსენე მათ შორის ეს რაც თითქოს რუსეთი იყოს ტრადიციული ფასეულობების უკანასკნელი ბასტიონი და ასე შემდეგ. უკრაინის საკითხი სამწუხაროდ გახდა აი ამ ამერიკაში მიმდინარე კულტურული ომების, ეგრეთ წოდებული კულტურული ომების ტყვე. და ეს საკითხი მათ შორის ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიბლოკა ტრამპის მომხრეების მხრიდან მეორე პაკეტი დიდი უკრაინის დახმარების 6 თვე 7 თვე დაბლოკილი იყო და საბოლოოდ 2024 წლის აპრილში მიიღეს ახალი საფლემენტი.
ანუ ამ დროის განმავლობაში ტრამპს ჰქონდა თქვათ ეს დამოკიდებულება უკრაინის საკითხის მიმართ, მისთვის ესაა რაღაც ტოქსიკური ესეთი. ხო, მაგრამ ესე იგი საბოლოო ჯამში ეხლა საინტერესო იყო სხვათა შორის იან ბრემენს უსმენდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმომხილველია. ან თქვა რომ ჩემი აზრით თუ ტრამპის საქმის კურსში იყო, როდესაც ეს ოპერაცია განახორციელესო, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ანუ ესეთი რეალობის წინაშე მოულოდნელად რომ არ დაეყენებინათო და ამაზე არ გაბრაზებულიყო, იმიტომ რომ ეს რაღაცა პირადი იმპულსები ამის გადაწყვეტილებებში რომ აიდამაინც ესე რა ქვია ზედმეტადაც არ იმაშვებიან ერიდებიან არ გაუკეთებია არც ტრამპს განცხადება ამასთან დაკავშირებით აქსიოსის ცნობით იყო თქვენ ქონდა მგონი ხო ეს ინფორმაცია რომ ანუ ესეთი შტაბ-ჭრილების ქვეშ იყო თუმცა თქვა რომ ჩემის ეს გაართულებს ხო ანუ მე მგონია რომ ეხა ус უახლოვდება ვითარებას ანუ ნახეთ რომ დონალდ ტრამპის ოპტიკით რო შევხედოთ ვითარებას ანუ მოვიდა ხელისუფლებაში მისი აზრით ის რასაც ის პუტინს თავაზობს არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე რაც შეიძლება შეთავაზოს ოდესმე რომელიმე ამერიკულმა ადმინისტრაციამ ესეც თქო უთხრა კიდევაც ტვიტით ანუ ეს ამას გულწრფელად ვერ ხვდება თუ რატო არ თანხდება პუტინი მისი აზრით მის მიერ წარგენილ საუკეთესო წინააღმდეგობას და ეს ფუნდამენტში პრობლემა სწორედ ესაა რომ აი ვერ ხვდება ამ კონფლიქტის შინაარსი სწორად არ არის წაკითხული ხო თქვათ მაინც გონია რომ აი თქვათ რაღაცას ნატომ გააღიზიანა რუსეთი რომ იქ რაღაცას თუ იმას წაიღებს და ყირიმს თუ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად ეს გაჩერდება და მას უწევს ახლა აი ამ ილუზიებიდან გამოსვლა ეს პროცესი არის მტკივნეული რა თქმა უნდა მისთვის და ვხედავთ რომ ბოლო ძალებით ებღაუჭება თქვათ იმ ვითარებას რომ არ აიფუჭოს პუტინთან ურთიერთობები ჯერ კიდევ ჯერა რომ პუტინთან კარგი ურთიერთობები მისთვის მისაღები უფრო თქვათ ხელშესაღები შედეგებს მოიტანს ვიდრე თქვათ კონფრონტაციული ტონი და სანქციებით მუქარა თუმცა უკვე ხდება რომ აი ეს სივრცე ამ მანევრისთვის რა იწურება იქიდან გამომდინარე რომ უკვე უარყოფილია პუტინის მხრიდან ეს 30 დღიანი ზავის იდეა რომელიც ტრამპმა წამოაყენა ტრამპის ადმინისტრაციის იდეა იყო სერიოზულად არ განიხილავეს სამშვიდობო მემორანდუმი რაც ბოლო სერია არის თქვა რაღაცა სატელეფონო საუბრების შედეგებიდან ესეც ნახეთ რომ უბრალოდ იმეორებს 24 თებერვლის მოთხოვნებს 2022 წლის და უკრაინის დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას ითხოვს. ანუ ეხლა დამდებდეს ეხლა რასაც ვითხოვდი და ომის დასაწყისში ეხლა სამხედრო ძალით ვერ დავიკავე ის მომწეს უკრაინა. ხო, მაგრამ ანუ ის ვერ ხვდება ერთის მხრივ მან იცის რომ მისი აზრით ხო ამბობს რომ პუტინს მთელი უკრაინა უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ვერ ხვდება არის რომ პუტინს არ შეუძლია ამ ანუ მისთვის არის ჩემი აზრით მას ჯერა რომ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთს ამ ომში იმხელა უპირატესობა აქვს. ამ ხელს რეალურად არ აქვს. ანუ რუსეთს აქვს ამ ომში უპირატესობა და უკრაინის წინაშე რაღაც საფრთხეები არსებობს, მაგრამ ტრამპი დარწმუნებულია რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის მარტივად დამარცხება. ეს ოპერაცია მათ შორის ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეიცვალოს აი ეს კალკულაცია ადმინისტრაციაში და მე მგონია, რომ თუ ისინი არაპირებენ თქვა რაღაცა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურიდან მთლიანად ფეხის მოკვეთას ტრამპის ადმინისტრაციას რაღაც ეტაპზე და არც შორეულ ეტაპზე მოუწევს მაინც გადასვლა უფრო ხისტ მიდგომაზე რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გამოუვალი იქნება ასე გაგრძელების შემთხვევაში. ხო, მეც შებაშტაბაშტილება ხარ ამას უახლოვდება როგორც მინიმუმ. რასაც ვუყურებთ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ელოდებიან მომენტს, როცა ტრამპი ხელს ჩაიქნებს საბოლოოდ რუსეთზე და ეს გუნდი გაატარებს თავის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას დაწყებული კონგრესიდან ლინდსი გრემით, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა თუ როგორ უნდა დაისაჯოს რუსეთი და რა ტიპის სანქციები არის ახლა მნიშვნელოვანი რუსეთის წინააღმდეგ, დამთავრებული, ასევე რუბიოთი, რომელიც მიუხედავად განცხადებებისა, რას აკეთებს და აკეთებს ამ განცხადებებს ტრამპის გასაგონათაც, მან ძალიან კარგად იცის თუ როგორი მიდგომაა საჭირო რუსეთთან. მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანი დეტალია ერთი რამ, რომ ამ ახალი თავდაცვის მინისტრი, ტრამპის თავდაცვის მინისტრი არ ესწრება იმ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე, რომელიც სადაც ყოველთვის ლიდერი იყო პენტაგონის ხელმძღვანელი, ხო? ასე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ის არ ესწრება.
ამ შეხვედრას და რა სიგნალი შეიძლება ეს იყოს? არაფერი, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ტრამპს აქვს რეალურად, ის ამ წუთას არ პოზიციონირებს როგორც ანუ როგორც დიდი მოკავშირე, როგორც ხარი არ პოზიციონირებს, ის ცდილობს რომ იყოს მომლაპარაკებელი. პლუს ამას მათი გაცხადებული პოლიტიკა არის ის რომ უფასოდ არაფრის მიცემას უკრაინისთვის არ აპირებენ და რამშტაინის ფორმატი ზუსტად ეს არის რომ იქ მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე რითი დაეხმარონ უკრაინას. შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკურია რომ ჰექსეთი ამ შეხვედრებს არის თქვა რომ არ ნიშნავს იმას რომ არ ვიყავი არ ნიშნავს იმას რომ თავხარდაჭერა შეწყვიტეთ ეს განცხადება. და ესეც უნდა ვთქვათ რომ ეს რაღაც მხარდაჭერა რომელიც ბაიდენის დროს იყო დამტკიცებული ეს ფინანსური მხარდაჭერა ეხლაც გზაშია და გრძელდება. რაც დაიწყო ბაიდენის დროს თუ არ ჩავთვლით იმ ერთკვირიან პერიოდს იმ რაღაცა შელაპარაკებას თეთრსალში, რასაც მოყვა ერთკვირიანი შეჩერება ამ დახმარებების, ყველაფერი გრძელდება. და როგორც მე ჩემი წყაროს, ანუ მე ვიცი, მაშინაც არ შეჩერებულა სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ ადგილობრივ დონეზე გადაწყდა ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა იყო უბრალოდ საჩვენებლად და მე ყველაფერი გაგრძელდა, ცხოვრება გაგრძელდა ჩვეულებრივად. მე არ ვიცი რა იქნება ეს დახმარება როცა ამოიწურება ეს დახმარება გრძელი დახმარება აქ გრძელვადიანი კონტრაქტებია დადებული ეს დახმარება შეიძლება 2026 წელსაც მიიღოს რაღაც ნაწილი უკრაინამ იმიტომ რომ გრძელვადიან კონტრაქტებზეა საუბარი მაგრამ რა იქნება შემდეგ ახალი დახმარება იქნება თუ არა ეს არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ცხოვრება გრძელდება ისე როგორც გრძელდებოდა უბრალოდ ამერიკა ცდილობს აკასაზე რომ გავაგრძელო რომ ეს მოლაპარაკება ამ მოლაპარაკებაში თვითონ იყოს რაღაცა არა მხარე, არამედ რაღაც ორი ნეიტრალური საჯული. ერთმანეთთან ერთ მაგიდაზე დამსმელი და დამლაპარაკებელი. უბრალოდ როცა ვსაუბრობ დონალდ ტრამპზე, ჩემი აზრით მისთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება იყო ადამიანი ისეთი იდიოტი, რომ უარი თქვა მოგებაზე, უარი თქვა, ანუ მოგებაზე რას გულისხმობ, ომის მოგებას კი არ გულისხმობ, მომგებიან წინადადებას. ტრამპი არის ბიზნესმენი, მთელი ცხოვრება იყო ბიზნესში, მისთვის აუხსნელია, როგორ შეუძლია პუტინს, რომელიც დიდი ქვეყნის ლიდერი კი არის, მაგრამ ის ქვეყანა არ არის რაღაც დიდარი ქვეყანა. უარი თქვას ამ გულუხ წინადადებაზე. არა მარტო იქ რაღაც რეალურად რა ტერიტორიებიც აქვს დაკავებული იმის de facto მის განკარგვაში დატოვებაზე. მომგებია წინადადებაზე, მათ შორის არქტიკის საერთო ძალებით ათვისებაზე, სანქციების მოხსნაზე ვერ ხდება, მართლამჯერა რომ გულწრფელად ვერ ხდება, ადამიანი რომელიც ბიზნესმენია და მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ხო, მისი გონება ასეა მოწყობილი. ვერ ხდება ეს კაცი რატო არ თანხდება ამ მართლა ძალიან გულუხ წინადადებას. ანუ იმას ჩემი აზრით ეგონა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა რომ ეთყოდა ერთხარეს რომ აი ეს და ეს არის შეთვის შვენიერი წინადადება და მართლა შეიძლება ყოფილიყო და მეორე მხარეს ეთქვა რომ ეს არის შეთვის შვენიერი წინადადება. მოდი დავждეთ და ამას შევთანხმდეთ. და ეგონა რომ იქ რაღაც კრემლში არის ადამიანი რომელიც ადეკვატურია და რომელიც რაციონალურია და მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას და ასე აღარ არის. პუტინი აღარ არის რაციონალური. პუტინი იყო რაციონალური, მათ შორის იყო რაციონალური როცა საქართველოს შემოიჭრა 2008 წელს. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ის გაჩერდა. რაციონალური იყო 2014 წელსაც, როცა ყირიმის ანექსია მოახდინა ფაქტიურად. მაგრამ ამბობდა რომ და მე დონბასში არეულობა მოაწყო, მაგრამ იცოდა რომ უკრაინას თლიანად ვერ დაიკავებდა და გაჩერდა. პუტინი ახლა არ არის რაციონალური. იმიტომ რომ ის არ თანხმდება რაციონალურ წინადადებას. მისთვის ახლა მისი ცხოვრების აზრი გახდა, მისი ცხოვრების აზრი გახდა ეს ომი. მას ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა იცხოვროს ომის გარეშე. არა მარტო იმისთვის რომ აი გარდა იმისა რომ სიამოვნებას იღებს ამ ყველაფრის გარო რაღაც ჩართულია რაღაცა ჯარებს მართავს რუკა აკაშელი და რაღაცა პატარა სალდატიკებს გადაადგილებს გარდა ამისა მისთვის არის ჩემი აზრით უსაფრთხოების ამბავიც იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და მანაც იცის მოყვარული ისტორიკოსია როგორც ვიცით ხო რაღაც იგიჟებს უყვება ხოლმე იცის რითი მთავრდება რუსეთში პატარა ომები რომელიც არ მთავრდება წარმატებით ეგრეთ წოდებული სმუტით, როცა ვიღაცები მერე ამ მართლს გადააგდებენ, იმიტომ რომ თუ ვინმე დაზიანდა, თუ ვინმე არ დაზიანდა, არის მხოლოდ პუტინი.
პიროვნულად ის დანარჩენი მის ირგვლივ ვინც არის ყველა დაზიანდა. სანქციები, ეკონომიკური პრობლემები და ამ შემდეგ. ეს ხალხი მე თქო სამიზნეა, ხო, შეიძლება პუტინზე არის არსებობს, ანუ ახლა ვერავინ ვერ ბედავს, მაგრამ თუ სამიზნე ხო არის ქვედარგოლი, ხო, ნახეთ რომ სამიზნეა, ზოგ სახლთან აფეთქებენ, ზოგს თვითონ პუტინია. არა, სააფეთქებას თავი რო დავანებოთ, ახლა სულ არ აფეთქებს, არავინ ვთქვათ პატრუშევს, ხო, მაგრამ მისთვისაც პრობლემაა, როტენბერგებისთვისაც პრობლემაა, ყველა ამ ოლიგარქებისთვის პრობლემაა. პატრუშევი შეიძლება აფეთქონ, ახლა ეგ არავინ არის, მაგრამ რის თქმა მინდა, თავარი რა არის? ამ კაცმა ამ ხალხს, რომელსაც დალაგებული ჰქონდა მთელი ცხოვრება, ევროპაშიც დადიოდნენ, ვილებიც ჰქონდათ, იახტებიც ჰქონდათ, კარგად ცხოვრობდნენ, შვილები ყავდათ მოწყობილი, ყველა ხელს ართმევდა, შენი ჭირიმე შენგენაცვალეს ეუბნებოდა, ოღონდ ფული მიგეტანა, აგერ ლონდონის ჩელსი მიყიდეს კაცს და ჩამოდი ლონდონში იცხოვრეო, შენ უთხრეს კლუბი ჰქონდე, კლუბი მინდაო თქვა, ჰქონდეს კლუბიო უთხრეს. მოკლედ, რუსული ელიტა ინტეგრირებული იყო დასავლეთში. და ცხოვრობდნენ გადასარევად. ამ კაცმა ერთი თავისი გადაწყვეტილებით, ეს ცხოვრება ხალხს გაუქრო. ამიტომ როგორც კი დადგება მომენტი, როცა ის იქნება სუსტი, მას აუცილებლად სამაგეროს გადაუხდია და ეს იცის მანაც. ამიტომ მისი ამ წუთას ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ეს ომი გააგრძელოს უსასრულოდ. სანამ ომია იცის როგორ მართოს. იმიტომ რომ ისწავლა ომში ცხოვრება, მაგრამ არ იცის მერე რა იქნება. დავამატებდი კიდე, ანუ მე მგონია რომ რატო არის პუტინის მხრიდან, პუტინის გათვლა როგორი არის და პუტინის ხედვა ამ ვითარების. თუ რამეში დაარწმუნა ტრამპის მოსვლა, ტრამპის რიტორიკამ არის ის, რომ საჭიროა ამ ომის გაგრძელება და მხოლოდ დროის საკითხია, როდის მობეზდებათ ამერიკელებს, უკრაინელებს დახმარება, როდის ჩამოიშლება ეს ყველაფერი. პუტინი დარწმუნებულია და აწოლობრივ მას აქვს პირატესობა, თქვათ იგივე ცოცხალ ძალაში, მისი არმია უკვე წელიწად ნახევარია იერიშზეა და კიდე აგრძელებს იერისახები. საუბრეთ რის მასად ხდება ეს თქვათ ახალი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ნუ ეს მისი კალკულაციის ნაწილი არ არის ახლა. ან ყოველ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არაა მის გათვლებში, ხო, ანუ დანაკარგები. აქედან გამომდინარე ის დარწმუნებულია, რომ საჭიროა აი ამ ომის გაგრძელება. ის ხედავს რამდენიმე თვიან ფანჯარას, ეხლა როდესაც მის არმიას აქვს უპირატესობა და მას სურს აი ეს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ტრამპმა წამოიწყო. ეს მოლაპარაკებების პროცესი ესე რაღაც რუტინულ იმაში გადაიყვანოს მოდალობაში და პარალელურად გააგრძელოს ეს საზაფხულო კამპანია. მას მიაჩნია, რომ 4-5 თვის შემდეგ გაცილებით უფრო უკეთესი პირობები იქნება მისთვის თქვათ იგივე მოლაპარაკებების უკვე სერიოზულად დასაწყებად და მოლაპარაკებებში ხო ჩემი აზრით ორი მიზანი აქვს. ერთი შუალედური, რომ ეს მოლაპარაკებები გაწელოს მაქსიმალურად, რომ ნაკლები, ანუ გაცილებით გვიან მოხდეს იგივე დახმარების მიწოდება უკრაინაზე თუ ამას ამერიკელები გადაწყვეტენ, გაცილებით გვიან მოხდეს დამატებითი სანქციების დაწესება რუსებისთვის და მეორე მისთვის იდეალური სცენარი, თუ ამერიკელები იტყვიან, რომ არაფერი არ გამოდის ამ საქმიდან, ჩვენ ხელები დაგვიბანია, რაც გინდათ ის კენით ბიჭებო, დაგიხოციათ ერთმანეთი. ეს იქნება მისთვის იდეალური სცენარი. უბრალოდ ეს ვერ მოხდება. ვერ მოხდება იმიტომ, რომ რაზეც წეღან ვისაუბრეთ, ხო, იქ არის ამერიკის ადმინისტრაციაში ხალხი, რომელიც გადასარევად ხდება, ეს იქნება კატასტროფა მათ შორის მათივე უსაფრთხოებისთვის და ზოგადად მსოფლიო წესრიგისთვის. ამიტომ ეს არ მოხდება ხა. იქ ტრამპი შეიძლება რაღაცა ისეთი ალფა ლიდერია და მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ პუტინივით მარტო იღებს გადაწყვეტილებას. ეს ასე არ არის. იქ რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც მის გადაწყვეტილებას მოქმედებს. ისე იმ ხარესაც და ამ ხარესაც. უბრალოდ ჩემი აზრით ამ ხარეს რაციონალური ადამიანების ხარეს მის გუნდში არის გაცილებით მეტი ადამიანი და პრინციპში რო ვთქვათ ობიექტურად რო შევხედოთ იგივე თუნდაც მარკო რუბიოს აქვს ბევრი უფლებამოსილება რომელიც მაგალითად არ ქონდა იგივე წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხო იმიტომ რომ ის არის ახლა უშიშროების მათ შორის უშიშროების უსაფრთხოების შეველიც არის და სხვა ბევრი ფუნქციები აქვს და მის კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელმძღვანელია ხო მეორედ არის ამერიკის ისტორიაში ესე რომ კაცს აქვს ორი თანამდებობა უშიშროების საბჭოს დივაი და სახელმწიფო მდივანი იუსედის ხელმძღვანელია მეოთხეა კიდე რაღაცა კაცი 4 სამსახურში მუშაობს ხუმრობენ ხოლმე მოკლედ საქმე რაში არის ანუ რა თქმა უნდა ხე ჩვენ ვერ გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვით ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით გაცილებით მაღალი შანსია რომ ამერიკელები საბოლოოდ იტყვიან რომ პუტინისგან არაფერი არ გამოდის და გაგრძელდება უკრაინის დახმარება ხო ლოგიკა ამას გვეუბნება თუმცა ახლა რაღაც პროცენტი მცირე მაგრამ პროცენტი არსებობს იმისი რომ ამერიკელებმა თქვან რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოდის, თქვენ მიხედეთ. ხო, ევროპელებმა მიხედეთ. ეხლა რა ხდება ევროპაში და ამით დავასრულოთ. ანუ რაც დავიწყეთ, რომ მერცი, ანუ გვაქვს ძალიან ძლიერი ოთხეული, ხო? მერცი
საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთი, ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერი, ხო? რომლებსაც აქვს აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა. მათ შორის ახლა უნდა ვთქვათ, რომ მაკრონს ჰქონდა პირველი ასეთი გაბედული ხედვა რუსეთთან მიმართებაში, როცა ის ამბობდა, რომ ჩვენ არ უნდა დაუწესოთ ჩვენ თავს წითელი ხაზები. იმიტომ რომ ყოველთვის აგებდა ამით დასავლეთი, რომ თვითონ უწესებდა თავის თავს წითელ ხაზებს. და ეხლა მერციც იზიარებს ამას, ბევრად უფრო მკაფიო და გაბედულია ვიდრე წინა კანცლერი, ამას იზიარებს ტუსკი, ამას კირ სტარმერიც. მოკლედ, გვაქვს ესეთი ძლიერი კავშირი, ხო, ბირთვი, უფრო სწორად. თუმცა ამ კავშირში ყველაზე ძლიერი ალბათ, ვთქვათ, ეკონომიკურად ნამდვილად და ისაც პოლიტიკურადაც მანდატის თვალსაჩინო არის, რა თქმა უნდა, ფრიდრიხ მერცი, რომელიც ყველაზე ბოლოს შევიდა, მაგრამ ყველაზე დიდი ეკონომიკის და ხმამაღლა ამბობს საქმეს და ყველაზე ეს ეკონომიკას რატო უშოხას, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ ხა რა ხდება ევროპაში და რატომ ვერ ხდება თქვა იგივე თავდაცვის ხარჯების ზრდა სწრაფად და რითი არის გამოწვეული ეს პრობლემები პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური პრობლემები რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია თქვა აი სოციალური სახელმწიფოს დიდ მოსახლეობის დაბერებით სამუშაო ძალის შემცირებით და ასე შემდეგ ანუ იმისთვის რომ ბრიტანეთს გაიზარდა თავდაცვის ხარჯები 2.3%-დან 2.5%-მდე მათ პრაქტიკულად მთელი თავიანთი საგარეო დახმარების პროგრამა თანამშრომლობის პროგრამა რაც ჰქონდათ პრაქტიკულად გააუქმა ბრიტანეთმა ეს არის ეკონომიკური პრობლემები არის ასევე გერმანიაში, საფრანგეთში ჩვენ ხედავთ რომ ეს ეკონომიკური ზრდის პრობლემა მართლაც არის მთავარი შემაფერხებელი ამ თვალსაზრისით რომ გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები და იგივე ვალის აღებაც არის. ახსენა კირ სტარმერის განცხადება და რამდენიმე დღის წინ დაიწყო სტრატეგიული დოკუმენტი, თქვა რომ ორი უნდა იყოს და იქ იყოს საუბარი 9 ახალ ბირთვულ წყალქვეშა ნავზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ცოტა შორეული პერსპექტივა, როდესაც იქნება ფანჯარა საკმაოდ ეს მოცულობით, როდესაც ევროპელები ვერ შეძლებენ ამერიკული დახმარების, ამ უსაფრთხოების ნაწილში ამერიკული დახმარების კომპონენტის სრულად ჩანაცვლებას. ეს შეუძლებელი იქნება. მათ შორის უკრაინაშიც თქვათ იგივე იქნება ეს სახმელეთო კონტინგენტის განლაგება თუ თქვათ რაღაცა კომბინირებული კონტინგენტის განლაგება ზღვაში და ჰაერში ეს შეუძლებელი იქნება ამერიკის ლოჯისტიკური და სადაზვერვო დახმარების გარეშე. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ამის უზრუნველყოფა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლია, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომაც არის, რომ ამდენი რესურსი იხარჯება, მერციც ყველა მათგანი მანამდე ჩავიდა, მერე მაკრონი ჩავიდა, ანუ ყველა ცდილობს, რომ ამ თვალსაზრისით პოსტსაუბარი რაღაც გადაწყვეტის ნაწილში ამერიკის ჩართულობას ექნება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მნიშვნელობა იქნება გამომდინარე, რომ თუ ამერიკელები არ მიცემენ თქვა რაღაცა თავიანთ გარანტიებს უკვე მსურველთა კოალიციის წევრებს, ხო, ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის წევრებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მისია საერთოდ შედგება და თუ შედგება წარმატებული იქნება. ხო, ანუ ეს არ უნდა იყოს მისია მხოლოდ რომელიც იქ იქნება რაღაცა დამკვირვებლის ფუნქციით. ეს უნდა იყოს მისია კაცრად განსაზღვრული მანდატით, რომ ესკალაციის შემთხვევაში ისინი მზად იქნებიან აღკვეთონ აი ეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ძალით იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეს უნდა მოხდეს. ანუ აქედან გამომდინარე, ამერიკის ჩანაცვლება ამ კონტექსტში მაინც ძალიან რთული იქნება, სწორედ ამიტომ ევროპელი ლიდერები ყველა ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ტრამპის ინტერესი, ამერიკის ტრამპის ინტერესი, თქვა ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებაში და მოსაოდნელია თუ რაღაც წარმატებებს ამ გზაზე მიაღწევა. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიაში ნახეთ, რომ ეს საკონსტიტუციო ვალის ლიმიტი რაც იყო, მოიხსნა, ბრიტანეთშიც ასე თუ ისე ეს ხარჯები იზრდება, საფრანგეთს ისაც არ ქონდა თქვა ესეთი სავალალო მდგომარეობა, როგორც გერმანიას და ბრიტანეთს ამ ხარჯების ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში ასევე დაშვებული უკვე მოიხსნა შეზღუდვა ბირთვულ ელექტროსადგურზე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა ესეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეკონომიკური რეფორმები იქნება ის რაც რამაც უნდა შექმნა საფუძველი ამ ევროპის რეინდუსტრიალიზაციისთვის სამხედრო კუთხით. ეს ელექტროენერგიაში დამოუკიდებლობა და ბირთვული ელექტროსადგურების ამუშავება, რომელთა დახურვამაც თავის დროზე უმნიშვნელოვანე ძალიან დიდ წილად გაზარდა დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე, ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მერკელმა დაუშვა და რომლის შედეგებსაც ტრამპმა გაუხსენა. ხო, შედეგებსაც
შედეგებსაც იმკის. ტრამპი ბევრ სწორ რაღაცას ეუბნებოდა ევროპელებს წინა თერმის დროს. არ მე მგონია რომ ეხაც ბევრ სწორ რაღაცას ახლაც რა თქმა უნდა, მოგეთ, ეხლა დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებთ. უბრალოდ ვის თქმა უნდა, იცი, ეკა ევროპას არ აქვს ის დრო, რაც თვითონ ჩათვალეს რომ გადაიერაღებისთვის აქვს. მე სიმართლე რო გითხრა, არ მგონია მაღალი პროცენტიანი ალბათობა არ მგონია იმისი, რომ პუტინმა მოახერხოს ევროპის ან ნატოს რომელიმე ქვეყანას თავდასხმა, მაგრამ თუ ის ამას გადაწყვეტს ოდესმე, ამისთვის ევროპელებს არ აქვს მოსამზადებლად დრო 2035 წლამდე. ანუ კიდე 10 წელი არ აქვს. ეს თუ მოხდება მოახლოეს წლებში. პუტინს არ აქვს მომდენო 10 წელი. პუტინი შეიძლება 10 წელს მერე ცოცხალი აღარ იყოს. იმიტომ რომ პუტინი 10 წელს შემდეგ იქნება 93 წლის მოხუცი კაცი. იმ შეიძლება ცოცხალი იყოს, მაგრამ ხელისუფლებაში აღარ იყოს, ან აღარ ქონდეს მართვის ბერკეტები და ფორმალურად იდოს იქ კრემლში სკამს. ამიტომ პუტინი თუ რამეს გააკეთებს მომავალში, გააკეთებს უახლოეს წლებში და არა 10 წლის შემდეგ და 15 წლის. მე მგონი ეს თვითონაც გააზრებული აქვს კარგად. ამიტომ ევროპელებს არ აქვს დრო 10 წლიანი გადაიერაღებისთვის. ბევრად სწრაფი ტემპია საჭირო. მესმის რომ ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ესე ფული აიღო და რაღაციდან მოიტანო ადვილი არ არის, მაგრამ ჯობია ვალი აიღო მაგის შენი უსაფრთხოებისთვის. ვიდრე ხარკის გადახდა მოგიწევს და ამ წუთას თუ ინე იცავს ევროპის უსაფრთხოებას არის უკრაინის არმია. მაგითო დარბის მერციდან დაწყებული, მაკრონიდან დამთავრებული, მაგითო დარბიან ამერიკაში და მაგითო აკეთებენ ბევრ ამის. იმიტომ კი არა რომ ეს მორალურად სწორია. რა თქმა უნდა მორალურად სწორია და ეს რა თქმა უნდა ყველა ნორმალურ ადამიანს აიძულებს რომ იმოქმედოს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი უსაფრთხოება ევროპელებისთვის. და ამ ხალხმა გადასარევად იციან, თუ ვინმე იცავს მათ უსაფრთხოებას, ახლა არის სწორედ უკრაინა და მის შეიარაღებული ძალები. ამიტომაც დარბიან, რომ ეს ომი არ დამთავრდეს რამენაირი გამარჯვებით, რუსეთს შეიძლება გამარჯვება არ იყოს, ახლა უკრაინას ვერ დაიკროს, რა თქმა უნდა, მაგრამ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ ამ ომით რამე მოიგო. ამას თუ ჩათვლის, პუტინს აქვს კიდე რამდენიმე წელი სანამ ღრმად მოხუცებულებაში შევა, რომ კიდევ ბევრი რამე გაფუჭოს. კი ბატონო, აქ კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩიენთის სახით, მაგრამ ამაზე მოგვიანებით და სხვა გადაცემაში. კი, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემა, მათ შორის ეხლა ჩინეთს აწყობს თუ არა ასეთი გაწელილი ომი, იმიტომ რომ თავის დროზე სი ძინპინი პუტინმა დაარწმუნა, როცა სანამ დაიწყებდა ამ ომს, რომ ეს იყო სპეციალური ოპერაცია და მალე დამთავრდებოდა და ძალიან ბევრი რამე გაუფუჭდა ჩინეთს ევროპასთან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასთან ქონდა უმჭიდროვესი სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები და ამან ძალიან ცუდი გავლენა იქონია ამ ურთიერთობებზე, მაშინ როცა თავისთავად უკვე ჩინეთიც შედის რაღაცა ტიპის ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, რეცესიაში. ხო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ ნუ აკამათთან ჩინეთსაც გადაწყვება ხო? რა ქნას მეტი არა მოყვარულის დონეზე. ეხლა არა მოყვარულის დონეზე სამწუხაროდ ჩვენ ჩინეთის სპეციალისტები არ აქვს, ასე რომ ისო მოყვარულებს უნდა დავეყდნო. ძალიან დიდი მადლობა აკაზარქუა, ლევან ყურაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის პლატფორმა მისმინე. გამოგვიწერეთ, გამოგყევით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.